fashionholics. გავლენა ყველა უდიდესია. დროის ყველაზე თანამედროვე დიზაინერი, რომელმაც ყველა დეკადაში პირველმა იცოდა რა ხდებოდა. და კიდევ ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ დემნას შესახებ. კლასიკური დემნას ქცევა. ეგო ხა დათა თუთაშხიას იმის უნდა წაიკითხო ინტონაციით. ჩვენი ქვეყნის კუთვნილი ტერიტორიის მიმართ როგორი არასწორი წარმოდგენა აქვს ამ კონკრეტულ ადამიანს. ლაპარაკობდით რაღაცით გვანან ერთმანეთს ის და დემნა, იმიტომ რომ ეს მარტივი არ არის, რომ საფრანგეთის მოდის ფედერაციამ შენი ბრენდი აღიაროს და ჩაქსვას მოდის კვირეულში. დიზაინერები და ხელოვანები ზოგადად იბადებიან, არ ვიცი, 100 წლეულში ერთხელ. რომ რატო ხარ საუკეთესო, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი ხარ და ქსელების ერაში. ჩუმი მუშა ბიჭი არის ეს კი, ჩვენი კი, მეტი. კი, აი ესეთ. შანელი კარგ ხელშია, მეგობრებო, შემიძლია თავდაჯერებით გითხრათ. არის ჩემი წმინდა ხუთეული. ნინო ფხილად. ნინო ფხილად. უკვე შეშინებული ვარ ყველაფერზე არ დამაქენს. იმიტომ რომ არ აქვს აი ნერვი ხომი. ნერვი ხომ გინდა და არავის არ აქვს ზედმეტი ნერვები ამ ინდუსტრიაში. ხო, ანუ მოკეთ ახლა თუ უყურებთ ამ ვიდეოს და დაიბენით, იმიტომ რომ ვერ გვიცანით და ვერ მიხვდით ამ ვიდეოს რა უნდა Fashionholics-ის Facebook გვერდზე, გეტყვით რა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ქმნის Fashionholics. და რადგან ვერ გვიცანით, ესე იგი არ ხართ ჩვენს community ჯგუფში, სადაც უკვე არის 15500 ადამიანი. თუ ეს ინდუსტრია გაინტერესებთ ზოგადად არა მარტო მოდის ინდუსტრია, არამედ პოპ კულტურა თანამედროვე. მე ვფიქრობ, რომ უცბად უნდა იყოთ Fashionholics ჯგუფში, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრ საინტერესო დისკუსიას აკლდებით, ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს აკლდებით და შემოგვიერთდით ჯგუფში. ხოლმე ხშირად ჩვენი ბრალიც არის, რომ არ უდებთ ხოლმე ჯგუფის ბმულს. პრინციპში ეს ვიდეო ეძღუნება ჩვენს ჯგუფის წევრებს. ჩვენი ესე ვთქვათ, კომფორტის ზონა არ არის ნამდვილად ვიდეო, არ არის პოდკასტები, პრინციპში ამასაც ვერ დავარქმევთ პოდკასტს, იმიტომ რომ პრინციპში უბრალოდ ვიდეო არის, არ ვიცით საერთოდ გაგრძელდება, არ გაგრძელდება, როგორი ბედი ეწევა ამ ჩვენ ინიციატივას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა მოდის ინდუსტრიაში და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯგუფის წევრები გთხოვდნენ ძალიან დიდხანს, რომ ჩაგვეწერა TikTok-ი ან რაღაც პოდკასტი დაგვეწყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ერთი ვიდეოსთვის რაღაცნაირად მოგვეცალა. ხო, ეგრე გამოვიდა. თან ხა სიმართლით რომ ვიტყვას ბოლო პერიოდებში განსაკუთრებით, ხო, აი ძალიან მომრავლდა ცრუ ნარატივები, ცრუ ინფორმაცია ამ ინდუსტრიის შესახებ, ხო? ფაქტობრივად ხა მოდის კვირეულების პერიოდში გასული 5 კვირის განმავლობაში დღე არ გავიდოდა, რომ არ აგვეკითხა ნიუსი, რომ არ გაგვიგო ნიუსი, რომ აი ქართული ბრენდი პარიზის მოდის კვირეულზე, ქართული ბრენდი მილანის მოდის კვირეულზე რაღაც. მომეცა პატივი ყოფილიყავი მილანის მოდის კვირეულზე, მომეცა პატივი ყოფილიყავი მოდელი და ასე შემდეგ. გამეხსნა, დამეხურა. ახლა შემდეგ უკვე ჩვენთანაც ძალიან ბევრი ადამიანი გვიგზავნიდა ლინკებს, რომ აი რატო ჩვენს მიმართაც იყო ერთგვარი პრეტენზიები, თუ რატო აშუქებთ კონკრეტულად მარტო ერთ ადამიანს ან ორ ადამიანს და რატო აშუქებთ მხოლოდ მატილდას, რატო აშუქებთ მხოლოდ დემნას და ასე შემდეგ. მაშინ როდესაც ნუ აი თურმე დაგვიპყრია, ხო? პარიზის მოდის კვირეული, ქართულ ბრენდებს დაუპყრე და მილანის მოდის კვირეული. შესაბამისად, ხა ზოგადად ის რომ ხა საქართველოში არ არის ცნობიერება მაღალი მოდის ბიზნესის შესახებ და ზოგადად ინდუსტრიის წესების შესახებ. ინდუსტრიის როგორ არის ეს სისტემა, ამ ინდუსტრიის სისტემა მოწყობილი, ხა ამას აქვს თავისი ლოგიკური საფუძვლები. და ხა ძალიან ბუნებრივია, რომ ხა საქართველო არის პატარა ქვეყანა, არის განვითარებადი ქვეყანა, ხა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს სხვა პრობლემები აქვს. ხა სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და მოსახლეობა და ბუნებრივია, რომ ხა ლაქშერი მოდის ინდუსტრია და მოდის კვირეულები და ძვირადღირებული ბრენდები ჩვენი სოციუმის და ერის დღეს უკანასკნელი სადარდებელია, ხო? და ნუ მედიაც არ ყავს, მოდი პროფილური, ესე ვთქვათ, საქართველოში არ არის განვითარებული პროფილური მედია, როგორც სხვა ქვეყნებში არის, რომ ბიზნეს მედია ცალკე არის, მაგალითად, მოდის მედია ცალკე არის, მუსიკის ჟურნალისტიკა ცალკე. ჩვენ ესე არ გვაქვს განვითარებული, შესაბამისად, იქ მუშაობენ საზღვარგარეთ ამერიკაში, ევროპაში, მოდის შესახებ ონლაინ მედია გამოცემებზე მუშაობენ მოდის ჟურნალისტები, რომლებსაც განათლება აქვთ ამ სფეროში მიღებული. აი ამ ვიდეოს ერთ-ერთი, როგორც ვთქვით, პირველი, ესე ვთქვათ, მიზეზი იყო ჩვენი ჯგუფი და ჩვენი ჯგუფის წევრები, თუმცა მეორე და მთავარი იყო ის, რომ რაღაც სწორი კონტექსტით აგვეხსნა რაღაცები, იმიტომ რომ რადგან ჩვენ მაინც ვართ, ესე ვთქვათ, მოდის შესახებ პლატფორმა და ჩვენი პროფილი და ფოკუსი არის ეს. რა ვიცი, გადავწყვეტეთ, რომ ეს პირველი ვიდეო, რომლის ფორმატშიც ვისაუბრებდით, ყოფილიყო რაღაცების
განმარტება, რას გულისხმობ, როგორ მუშაობს მოდის ინდუსტრია, რას ნიშნავს რეალურად მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ყოფნა. და აი, როდესაც გვარცა საუბრობდა, რომ ძალიან არასწორი ნარატივები მომრავლდა, ხო, ჩვენ ძალიან ხშირად გვადანაშაულებენ მიკერძოებულობაში და ასე შემდეგ, რომ ვიღაცებს ბლოკავთ, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ის, რომ მოდის კვირეულებს აქვს თავისი ოფიციალური პროგრამა, რომელსაც ფედერაცია ადგენს. თუ ამ კვირეულის ოფიციალურ პროგრამაში არ ხარ, შენ არანაირი კავშირი არ გაქვს პარიზის თუ მილანის თუ ლონდონის მოდის კვირეულთან. ზოგადად რო აი ეს უფრო მარტივი ენით რო ვთქვა, ზოგადად ყველგან სოფლიოში ხო ტარდება მოდის კვირეულები, ყველა დიდ ქვეყანაში. მთავარი მოდის კვირეულები არის 4. აი დიდ 4-ს, რასაც ვეძახით, ხო, ეს არის ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი, პარიზი. ახლა მოდის სისტემაზე აი პირველი რაც უნდა იცოდეთ, ასე ვთქვათ, არის ის, რომ მოდას აქვს ძალიან მკაცრად გაწერილი სისტემა. ანუ ყოველთვის ერთი და იგივე სისტემით მუშაობს რა ეს ინდუსტრია, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ხო, იწყება ყოველთვის ნიუ-იორკში, შემდეგ გრძელდება ყოველთვის ლონდონში, შემდეგ მილანში, შემდეგ პარიზში. ახლა ნიუ-იორკში მაგალითად, ხო, ანუ არის CFDA-ს, რასაც ვეძახით, ეს არის ამერიკელ დიზაინერთა საბჭო. ანუ CFDA ატარებს ნიუ-იორკის მოდის კვირეულს. CFDA-ს თავმჯდომარე ახლა არის თომ ბრაუნი, მანამდე იყო ტომ ფორდი. ლონდონში არის ბრიტანეთის მოდის საბჭო. მილანში ასევე არის იტალიური მოდის ეროვნული პალატა. ანუ სხვა ორგანიზაცია ვერ ჩაატარებს და ვერ იტყვის, რომ ეს არის ნიუ-იორკის მოდის კვირეული, იმიტომ რომ ეს არის ოფიციალური და ასე შემდეგ. პარიზში როგორც უკვე აღნიშნე, არის საფრანგეთის მოდის ფედერაცია. ზოგადად ამ მოდის კვირეულების განრიგი თუ აი ვინ არის, ვინ მიიღებს მონაწილეობას მოდის კვირეულამდე ერთი თვით ადრე ვრცელდება ეს ინფორმაცია, ქვეყნდება, საჯაროა შეგიძლიათ შეხვიდეთ ოფიციალურ საიტზე, PDF ფაილით ჩამოტვირთავთ, ყველაფერი არის ხელმისაწვდომი. არა თუ ის თუ ვინ მიიღებს მოდის კვირეულზე მონაწილეობას, კალენდარი იმდენად დეტალურად გვაძლევს ინფორმაციას, რომ ვინ არის, ვთქვათ, ვინ აჩვენებს შოურუმის სახით, ვინ აჩვენებს პრეზენტაციის სახით, ვინ აჩვენებს ვისთან მარტო მოსაწვევით შეგიძლიათ დაესწროთ, ვინ თქვათ ვინც უშვებს მხოლოდ აკრედიტაციას. ან დეტალურად არის აბსოლუტურად. ისიც კი მონიშნულია, რომელი ჩვენება გადაიცემა ლაივში, რომელი ჩვენება არ გადაიცემა ლაივში. შესაბამისად, ჩვენ კვირეულებამდე ერთი თვით ადრე ჩვენ უკვე ვიცით თუ ვინ მონაწილეობს მოდის კვირეულში. როგორც უკვე ნინომ თქვა, თუ ვთქვათ, აი ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ კალენდარში არ არის ბრენდი და დიზაინერი, ეს ნიშნავს, რომ პარიზის, ნიუ-იორკის, ლონდონის და მილანის მოდის კვირეულში არ არის ბრენდი. თუმცა რა თქმა უნდა, აქვე შეგვიძლია ვთქვათ და ეს მგონია რომ რაღაცებს განმარტავს. ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ ნიუსებს, რომ აი და ამის დამადასტურებელი ვიდეო, ფოტომასალაც არის, რომ რომელიღაც, არ ვიცი, დიზაინერის ჩვენებაზე გამოვიდა ქართველი, არ ვიცი, ინფლუენსერი თუ მოდელი თუ არ ვიცი, რომელიღაც ქართველმა დიზაინერმა გამართა შოუ. როდესაც პარიზის მოდის კვირეული მიმდინარეობს, ნებისმიერ დიზაინერს თუ ყველა შეუძლია, რა ვიცი, პარალელურ ქუჩაზე ან იმავე შენობაში, სადაც ეს ოფიციალურ პროგრამაში არსებული მოდის ჩვენება იმართება, მაგალითად Yves Saint Laurent-ის ჩვენება იმართება, რაღაც პარალელურ ქუჩაზე გამართოს ჩვენება, არავინ არ აუკრძალავს ამას. და იქნება უბრალოდ ის, რომ ესე ვთქვათ, პარიზის მოდის კვირეულის მსვლელობის მონაკვეთში გამართა მან ეს ჩვენება. და იმას არ ნიშნავს, რომ ის არის პარიზის მოდის კვირეულის პროგრამაში. ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ დაასპონსოროს ის შოუ, ან იმ შოუზე გაიაროს როგორც მოდელმა, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს კავშირი პარიზის მოდის კვირეულთან ან მილანის მოდის კვირეულთან, თუ არ არის იმ ოფიციალურ პროგრამაში. პარიზის მოდის კვირეულის თუ მილანის მოდის კვირეულს ტარდება ესეთი მასშტაბური ღონისძიება, ძალიან კარგია თუ გაქვს საკმარისი ფინანსური რესურსები, თუ გაქვს აი ეს ყველაფერი, ხო, ჩახვიდე ამ პერიოდში პარიზში, ამ პერიოდში, ანუ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი იკრიბება მილანში და აი ამ დედაქალაქებში მოდის დედაქალაქებში და შანსი იმისა, რომ თქვა საინტერესო სტილისტი დაინტერესდეს შენი, თქვა ბრენდი და მაღალია. შესაბამისად, თუ გაქვს ამის ფინანსური რესურსი, იქნება თუ ადამიანური რესურსი, აუცილებლად უნდა ჩახვიდე და უნდა სცადო და აი ნეტვორკინგისთვის, როგორც აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ამაზე არ არის საუბარი, რომ რატო არ უნდა ჩახვიდე, უნდა ჩახვიდე, უნდა მოხვდე იმ, ვთქვათ, რაღაც. მოდი ორი სიტყვით ვთქვათ, როგორ შეიძლება მოხვდე. მოკლედ, ჩვენ ასევე ვიცით და ქონია შემთხვევები, რომ აი რაღაც გავრცელებულა სოციალურ ქსელში, რომ მე მქონდა პატივი, რომ დავსწრებოდი ამ და ამ შოუს რა, რომელიც არის ხო, ანუ ესეთი მაღალი მოდის სახლის ჩვენება, არიან მიწვეული A-კლასის, რა ვიცი, სტუმრები. მოკლედ, ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ დიზაინერმა მოდის ახმა გამოგიგზავნოს. შემთხვევაში დიზაინერმა არც იცის. არის, რა თქმა უნდა, არ იყიდება ესე ბილეთი და არდევს ონლაინ. ხო, ვერ შეხვა
და ვერ იყიდით, ახლა რომ თუმცა დაჯერდით. არსებობს რაღაცა მექანიზმები, რომელიც სხვა შორის ვრცელდება არ მხოლოდ მოდის კვირაულების ჩვენებებზე, არამედ კინოფესტივალებზეც და ასე შემდეგ. მაგალითად, თუ ხარ რომელიმე მოდის სახლის VIP klienti, ეგ იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მენეჯერებმა ან ასე შემდეგ მოდის სახლმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თავის VIP რაღაცა კლიენტებზე გამოყოს რაღაც X რაოდენობის მოსაწვევი. ან პლუს კიდე ერთი ძალიან გავრცელებული ფაქტი არის, როდესაც გარკვეულ ადამიანებს შეიძლება იყვნენ მოდის ინსაიდერები ან ცნობილი ადამიანები, ან ისევ და ისევ VIP კლიენტები ჩუქნიან ორ მოსაწვევს და ერთ წიდიან. პლუს ერთს რასაც ეძახიან, სხვათა შორის პლუს ერთ წიდიან, ანუ სხვათა შორის ახლა შემომხვდა ერთ-ერთ ფორუმებზე იყო საუბარი OnlyFans-ის საკმაოდ ცნობილი მოდელი კამილა გვარს ვერ ვიხსენებ, შავგრომანი გოგუა ლურჯი თვალებით, მან აღნიშნა, რომ აი მოდის კვირაულებზე შარშან დაესწრო რამდენიმე ჩვენებას, როგორ მოხდა, როდესაც კითხეს აი პარ ნიუ-იორკის და ძალიან გულწრფელად თქვა, რომ ცნობილ ადამიანებს, მათ შორის სტილისტებს, ასე შემდეგ, ყოველთვის აქვთ პლუს ერთი მოსაწვევი. და შემდეგ უკვე იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენს გადაიხდი, რომ აი ეს პლუს ერთი მოსაწვევი, ну, რა თქმა უნდა, ფასს განსაზღვრავს, ხა წინა რიგში იჯდები, მეორე რიგში იჯდები თუ მესამე. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ხა ხშირ შემთხვევაში ესე შორიდან ჩანს, რომ ეს ჩვენებები ძალიან ვიწროა რა და ძალიან აი ელიტური და მხოლოდ 50 კაცი ესწრება, ანუ ასე არ არის, ასობით ადამიანი ესწრება დიდ ჩვენებებს. კაცი არის წინა რიგში, რომელზეც მუშაობს მოდის პრესა ძირითადად. რასაც ვუყურებთ შემდეგ, თორე ამ ჩვენებებს ესწრება 300-400, ну, რა თქმა უნდა, ხა არის ისეთი ჩვენებებიც, მაგალითად ბალენსიაგას კუტიურ ჩვენება, რომელიც ტარდებოდა აი კრისტობალ ბალენსიაგას ორიგინალ სალონში, სადაც მცირე სივრცეა, ანუ ფიზიკურად ვერ ეტევა ბევრი ადამიანი და ხა ეს მიეკუთვნებოდა ისეთი ტიპის ჩვენება, სადაც პლუს ერთი არ მუშაობს და მანდ მართლა რთულია, რომ იყიდო, ასე ვთქვათ, მაგრამ არის ჩვენებები, ჩვეულებრივი ready to wear ჩვენებები, თუნდაც ბალენსიაგასი 600 კაციც კი ესწრება ასეთ ჩვენებას. რა რეალურად ესეც კი აი ყველაფერს ამის პრობლემა კიდევ ის არის, რომ იმ ადამიანების შრომაც უფასურდება, რომლებიც მართლა ხვდებიან, იმიტომ რომ ეს მარტივი არ არის, რომ საფრანგეთის მოდის ფედერაციამ შენი ბრენდი აღიაროს და ჩაქსვას მოდის კვირეულში. ის მარტივი არ არის, რომ ბრიტანეთის მოდის საბჭომ აღიაროს შენი ბრენდი და ჩაქსვას ლონდონის მოდის კვირეულში. ხა გიორგი ქებურიას ბრენდი არის ერთადერთი ქართული ბრენდი ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში. აი ხშირ შემთხვევაში ხა ნიუსებს ალბათ როდესაც თუნდაც ტელევიზიით გადასცემენ, რომ აი ქართველი დიზაინერების ტრიუმფი პარიზის მოდის თითქოს აი ძალიან ბევრი არ არის ეს. ანუ ერთადერთი იყო ლონდონის მოდის კვირეულზე გიორგი ქებურია. პარიზში ქართული ბრენდი არის ერთადერთი ირაკლი რუსაძის სიტუაციონისტი. სხვათა შორის მაგაზე მქონდა კამათი ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც იდეაში ერკვევა, ყოველთვის როგორც მომხმარებელი ერკვევა მოდის ინდუსტრიაში და მიმტკიცებდა, რომ არასწორი არის ირაკლი რუსაძე არ არის ერთადერთი. იმიტომ მე ნამყოფი ვარ ერთ-ერთი, ну არ დავასახელებ, იმიტომ ცნობილი არის ეს დიზაინერიც იმის ჩვენებაზე პარიზში და ვეუბნები, რომ შესაძლოა იყო პარიზში და შესაძლოა იყო იმ ვადებში, როცა მიმდინარეობდა არა, ანუ ვერაფრით ვერ დავაჯე. შოურუმშიც ვიყავი, იქ ბაერები იყვნენ და რაღაცებს მეუბნება და გადავიდეთ. ხო, დაუბრუნდეთ, რატო იყო ამდენად მნიშვნელოვანი ეს გასული რამდენიმე. ზოგადად რა ხდება ახლა თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ხა ვინც გვადევნებდით თვალს გასული კვირების განმავლობაში, აი ჩვენ ხშირად წერთ, ხო, კიდევ ერთი დებიუტი. ხა რაც უნდა ითქვას არის ის, რომ ეს არ არის ნორმა. ანუ, როდესაც აი წარსულში რამდენიმე წლის წინ ფიქრობდით, რომ რაღაც მოდის კვირეული იყო, თქვა დატვირთული, აი დებიუტებით დატვირთული, ეს ნიშნავდა, რომ აი სეზონზე იყო 3-4 დებიუტი. ამ სეზონზე, აი გასულ 5 კვირაში ჩვენ ვიხილით 16. უფრო მეტი. და თან როგორი მოდის სახლების? თან როგორი მოდის სახლების? ახლა რატომ? ну პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად გარედან მოდის ბიზნესი ჩანს, აი ესეთი ბრჭყვიალა, ძალიან გლამურული, ვარდისფერი, რომელსაც არ აქვს შემხებლობა რეალურ სამყაროსთან, პირიქით არის. ხა ჩვენ ესე საჯაროდ არ დაგვიანონსებია და არ გვითქვამს, მაგრამ ვატარებთ სხვადასხვა კურსებს ამ ინდუსტრიის მიმართულებით და პირველი, როდესაც აი ახალგაზრდა დიზაინერებს ხვდებით, რასაც ვეუბნებით არის ის, რომ ეს სფერო ირეკლავს რეალობას ისე როგორც არის. და ეს სფერო ძლიერ არის დაკავშირებული თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან, ყველაფერთან. ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია, რომ თვალები კარგად გქონდეთ გახელილი იმისთვის, რომ არ ჩამორჩეთ მოვლენებს და იმისთვის, რომ გადარჩეთ ამ ინდუსტრიაში. ანუ გულისხმობთ ამას დიზაინერებს, რა თქმა უნდა. აი სხვათა შორის მოდა არ არსებობს ვაკუუმში ეს სიტყვები თქვა ანა ვინტურმა რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკერთან ინტერვიუში. თუ გამოგშათ, გეტყვით, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ანა ვინტურმა დატოვა ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორის თანამდებობა. ნუ შემდეგ თვეების განმავლობაში მიდიოდა შერჩევები და უკვე სექტემბერში გავიგეთ, რომ ქლოი მალი გახდა ამერიკული ვოგის ახალი რედაქტორი. ხა კითხვაზე თუ რატომ ქლოი მალი ამდენი კანდიდატიდან, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა მას აქვს ისეთი რეზიუმე და CV და განათლება, კომპეტენცია, გამოცდილება, ვინტურმა ხაზი გაუსვა იმას, რომ
ქლოი მოდას უყურებს არა ვიწროდ ფეშენისტის პერსპექტივიდან, აჰა. არამედ გლობალურად. გამომდინარე აქედან, როდესაც ვამბობ თუ აი რატო შეიქმნა მოდის ბიზნესში ასეთი კრიზისი და აი რატომ ხდება ეს ყველაფერი, აი მოდი თვალი გადავავლოთ ზოგადად რა ხდება მსოფლიოში გასულ 5 წელიწადში, ხო? აი 2020 წლიდან დაიწყო პანდემიით, ჯერ გლობალური პანდემია. რომელმაც აი ძალიან დიდი ზიანი დაარტყა ამ ინდუსტრიას ისე რომ აი დაიხურა მაღაზიები, გაუქმნა მოდის კვირეულები. შემდეგ უკვე დაიწყო ის, რასაც დასავლეთში ვერავინ წარმოიდგენდა, ხო? ომი ევროპის კონტინენტზე, ომი უკრაინაში, რამაც გამოიწვია ინფლაცია, ძალიან ბევრმა ბრენდმა დატოვა რუსეთის ბაზარი. შემდეგ უკვე მოხდა ის, რომ აი ამ რყევებმა სოფლიოში ეს გავლენიან სახელმწიფოებში გამოიწვია მართველი რგოლების სრულება, ხო? დონალდ ტრამპი გახდა მეორედ ამერიკის და პრეზიდენტი და კი გადასახადები ბატონო, ერთ-ერთი დაუწესა. პირველი რაც გააკეთა, ეს იყო სატარიფო გეგმა და აი ამ სატარიფო შევა ვიღაცამ თქვას, რომ რა შუაშია. პირდაპირ როგორც პირდაპირ შუაშია, როგორც კი ეს განცხადება გააკეთა ტრამპმა, რამდენიმე საათში ლუი ვიტონის პროდუქციაზე უკვე ფასები იმატა ამერიკაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ აი ეს ყველაფერი ასევე დავამატებ იმას, რომ ზოგადად გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნობები, რამაც გამოიწვია, ეს არის მომხმარებლის მიდგომის და მომხმარებლის აღქმის და ზოგად დამოკიდებულების აი მანდ ერთ ცვლილება. რაღაცას ვიტყვეს, არ არის მხოლოდ ჩვენი აზრი რა. აი ყოველწლიურად Business of Fashion არის გავლენიანი მოდის გამოცემა, რომელიც აქვეყნებს რეპორტს, აი დაახლოებით 160 გვერდიანი რეპორტი ქვეყნდება. 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, როდესაც ეს რეპორტი გამოქვეყნდა კვლევაზე თუ რას თვლიან მოდის ბიზნესის ლიდერები ნომერ პირველ პრობლემად, იყო გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ომები 2021-დან 2023-მდე. 2024-ში უკვე ნომერ პირველ პრობლემად უმრავლესობამ ამ ინდუსტრიის ლიდერებიდან დაასახელა მომხმარების, ეგრეთ წოდებული mindset-ს, აღქმების ცვლილება. ეს უნდა ცოტა ესე შევხედოთ, რომ ზოგადად, ამ ძალიან დიდი ფაქტორია ჯენზის ფაქტორი, ხო და ზოგადის დამოკიდებულებები და პირველ რიგში საიდან მოდის, ხო, მოდას რატომ მოვიხმართ? მოდას მოვიხმართ, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ეს არის სოციუმში თვით დამკვიდრების გარკვეული გზა. შენ რაც გაცვია, ჯერ ეგეთი რომ გამოხატავ შენ ინდივიდუალიზმს და თან კიდევ ისე არის რომ რაღაც თითქოს სოციუმის კონკრეტულ წრეში სადაც შენ გინდა რომ იყო მიღებული, ხო ესე ვთქვათ. შესაბამისად ის რომ წლებთან ერთად ახალი თაობა და თუნდაც ანუ რეალურად დღევანდელი მომხმარებელი აღიქვამს ასე რომ რაღაც ის საკუთარ იდენტობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და არა ვთქვათ მის იდენტობას აღარ განსაზღვრავს აი ამ ბრენდებით, იმიტომ ძალიან პოპულარული გახდა ვინტაჟი, ხო, რაღაც ვინტაჟური სამოსი. აი საინტერესო არის ის, რომ თუ 15-20 წლის წინ სიტყვაზე მეორეული ტანსაცმლის ჩაცმა ტეხავდა ასე სიგარებთან იყო დაკავშირებული. დღეს უკვე ეს ეთიკური არჩევანია, ესე იგი ბუნებას ასევე ორიგინალური ინდივიდუალისტური, ესე ვთქვათ, ისეთი როგორიც ყველას არ აქვს რაღაც თითქოს ღირებულებასაც ხედავენ, ადამიანები თან ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რას, რომ აი ეთიკურობის მხარეს, იმიტომ რომ გრადი მოდა პირველი ტრენდი ხო, რაღაც ძალიან ისეთი აქტუალური გახდა ის და ვიცით ყველამ, რომ მოდის ბიზნესი და მოდის ინდუსტრია არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელიც ყველაზე მეტად ვნებს გარემოს ეკოლოგიის, ნავთობის და ზეთის შემდეგ. შესაბამისად ადამიანები, რომლებიც უკვე ამაზე სერიოზულად დაფიქრდნენ და ეს არ არის რაღაცა კონსპირაციული თეორიებით მოტანილი პრობლემა, ხო, ეს რეალური პრობლემა არის. რაღაც საკუთარი პასუხისგებლობაც არის გაჩნდა ესეთი ტერმინი, რაღაც ცნობიერი მომხმარებელი, ეთიკური და ასე შემდეგ. შოპინგი. ამიტომ შეიცვალა ეს დამოკიდებულება. და ბოლო წლებში აი ამ ინფლაცია იქნება თუ აი ამ პრობლემებიდან გამომდინარე გაზრდილმა ფასებმა, ანუ გამოიწვია ის, რომ აი ამ ძვირადღირებული ბრენდებისა და ლაქშერი ბრენდებისა და საშუალო კლასს შორის კავშირი ცოტა დაიკარგა, ასე ვთქვათ. რამაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და უკვე ვხედავთ, რომ ფაქტობრივად აი პრადას და ერმესის გარდა ყველა ეს დიდი ლაქშერი კონგლომერატი, LVMH, Kering, ყველგან დაფიქსირდა უკვე გაყიდვების კლება. რამაც საბოლოოდ შემდეგ მიიყვანა მოდა იქამდე, რომ თითქმის აი ესეთ 16-დან თუ 20-მდე ბრენდმა, ძალიან დიდმა ბრენდებმა, Chanel, Gucci, Dior, Versace, Mugler, Balenciaga, თითქმის ყველამ ერთდროულად შეცვალეს დიზაინერები. ხა როცა ვამბობთ, რომ აი Prada-ს და Hermes-ის გარდა არ ნიშნავს ის, რომ Prada და Hermes-ი აი ძალიან ისეთი აღორძინების ერაში არიან. არა, ასე არ არის. სტაბილურობა და ესეთი აი მინიმალური 5-9%-იანი ზრდა, რაც ასევე Hermes-ის და Prada-s დონის ბრენდებისთვის არ არის ისეთი მაჩვენებელი და თუნდაც დღეს ახლა როცა დღეს ამ ვიდეოს ვწერთ, დილით გავრცელდა სიახლე, რომ Hermes-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი, ვინც იყო ვერონიკ ნიშანიანი, ტოვებს ბრენდს. ეს ცვლილებაც ფაქტობრივად ხა მიუხედავად იმისა, რომ Hermes-ი აფი მყარად მაინც შედარებით Hermes-ი არის Hermes-ის ჩანთარ არის ინვესტიცია, ხო, ანუ რო ყიდულობ.
ხვდენ შესაბამისად, ვისაც შეუძლია და ვისაც აქვს ამის ფინანსური საშუალება რომ იყიდოს Hermes-ი, ის მხოლოდ ნივთს კი არ ყიდულობს, ის აკეთებს ინვესტიციას. ანუ ეს სწორად უნდა გავიგოთ. და ეს განაპირობებს შემდეგ ბრენდის ხოთა შორის ჩვენ ჯგუფში ძალიან შემოხვედრა ეს კომენტარი, რომ აი სულ არ მომწონს ეს ჩანთა, ანუ გასაგებია, მაგრამ ვინც იცის მოდის ბიზნესი, იმან იცის, რომ დღეს რაღაც კონკრეტულ თანხას გადაიხდის მომავალ წელს და რაღაც გარკვეული წლების მერე ეს გაორმაგდება და გაიზრდება, შეიძლება გაორმაგდეს კიდევაც და ეს არის შესაბამისად ანუ გემოვნურ საკითხს ხსდება. Hermes-ის ბირკინი რაც არის, ხო, ის კიდე სხვანაირი ესე ვთქვათ მემკვიდრეობა აქვს მოდაში და საერთოდ სხვა რაც განაპირობებს საბოლოოდ ბრენდის სტაბილურობას, ხო, მაქედან მივიდოდი. იმდენად ყევადია, რომ აი ფაქტობრივად Hermes-შიც უკვე დაიწყო, ასე ვთქვათ, ცვლილებები. ხა როცა მომხმარებლებზე ვსაუბრობთ, აქ მარტო ის არ არის, ხო, აი ეთიკური მოდა და მარტო ეს მაინდსეტის ცვლილება. ბუნებრივად გამომდინარე იქიდან რომ სოფლიოში არის ესეთი ეკონომიკური არასტაბილურობა, უკვე ძალიან ბევრისთვის, აი სანამ გადაიხდის დიდ თანხას კონკრეტულ უფრო მეც ფიქრობს. რაც პრობლემაა, რა თქმა უნდა, ლაქშერი მოდის ინდუსტრიის ბიზნეს ლიდერებისთვის და ეს დაფიქსირდა 2024 წლის. ხო, ეს არ არის საჭიროება, მაღალი მოდა რეალურად, როცა გაქვს სანამ გადაიხდი, მანამდე მეც ფიქრობ. ხო, როცა გაქვს რაღაცა 5-10,000 დოლარიანი კაბა, ეს აღარ არის ხო საჭიროება, ეს უფრო არის ფუფუნება და შესაბამისად მაგიტომ არის, აი ეს არჩევანის საკითხი. ანუ რაც უფრო ცნობიერი ხდება მომხმარებელი, მით უფრო ცუდია, არ უნდა მოდეს, რომ ცნობიერი მომხმარებელი არსებობს. ხო, ეს არის საწყობილი მოკლედ ბიზნესი. საბოლოოდ. შესაბამისად დადგა ესეთი რეალობა. მაგრამ რომელ ბიზნესს უნდა რომ ცნობიერი მომხმარებელი არსებობდეს, არც ერთს. ამიტომ შეიქმნა მარკეტინგი. საბოლოოდ დადგა მოდა ისეთ რეალობის წინაშე, როდესაც ერთი მეორის მიყოლებით შეცვალეს ბრენდები ძალიან დიზაინერები ძალიან დიდმა მოდის სახლებმა. დავიწყოთ გუჩით. დემნად. მოდი, ეს უბრალოდ შესავალს გავაკეთებ, ესე იგი დემნა, როგორც ვიცით, მარტში, 2025 წლის მარტში და გახდა ცნობილი, რომ გახდა გუჩის შემოქმედებითი ხელმძღვანელი. ეხლა რა ხდება, რომ ცოტა განვმარტოთ ჩვენს ესეთ ვთქვათ, fashion holic-ებმა კი იციან ეს, მაგრამ მაინც Balenciaga-ს მშობელი კომპანია, ესე ვთქვათ, არის Kering-ი, რომლის მფლობელი არის Pino. საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი. Selma Hayek-ის ქმარი. მას ეკუთვნის Gucci-ც და Balenciaga-ც, ნუ სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად. ბრიონი მაკკვინიც. Balenciaga არის პატარა ბრენდი Gucci-სთან შედარებით. Gucci არის, ესე ვთქვათ, ნახევარი შემოსავალი Kering-ის მოდის Gucci-ზე. ანუ Gucci არის ძირითადი ბრენდი. ეხლა რას ნიშნავს? არა თუ ძირითადი ბრენდი ჩავერთვები, Kering-ი ადრე იყო Gucci გრუპი. ანუ 2004 წლამდე ეს იყო Gucci გრუპი. ანუ ამ ბრენდის გარშემო შეიქმნა. ანუ ეს რას ნიშნავს? Gucci თუ ჩავარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანი კონგლომერატი ვარდება. აი ძალიან მარტივად. ამიტომ მე მკითხულობდი კომენტარებს სხვათა შორის ქართულ მედიაში, რომ გავრცელდა ეს და მაშინ ჩვენ page-ი გქონდა დაბლოკილი. და ვერ გავაშუქეს თუ ვერ დავწერეთ რაღაც სათანადოდ ეს ინფორმაცია და ბევრი ძალიან არასწორი ინტერპრეტაციით წავიდა და ყველაზე ხშირად რასაც ვკითხულობდი იქიდან გამომდინარე რომ ხალხისთვის დემნა იმდენ ასოცირდებოდა Balenciaga-სთან რატოღაც რაღაც წავიკითხე რომ აი რაღაც რატო თუ რაღაც თითქოს დაქვეითებად მიიღეს რომ აი Balenciaga-დან გაუშვეს არა ეს არის უდიდესი დაწინაურება დემნასთვის იმიტომ რომ ისეთი რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თავიდან ანუ წარმოიდგენ პატარა ბრენდიდან რომ გადადიხარ და განდობს Kering-ი ასეთი ეკონომიკური турბულენტური პირობებში და ასეთი ეკონომიკური გამოწვევების პირობებში თავარი ბრენდის კრეატიულ ხელმძღვანელობას ეს არის უდიდესი ნდობაც, უდიდესი პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, უდიდესი დაწინაურება და ანუ ამით რეალურად ხდები მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე როგორც დიზაინერი. ხო, ეხლა ზოგადად ის რომ იტალიური მოდა არის სოფლიოში, რაც ერთ-ერთი წამყვანი და ფაქტობრივად იტალია, მილანი, დედაქალაქი, ანუ პარიზთან, საფრანგეთთან ერთად, ანუ იტალიაში Gucci არის ნომერ პირველი შემოსავლებით ნომერ პირველი ბრენდი. მეორე ადგილზე არის Prada და Prada-ზე ორჯერ დიდი ბრენდი, აი პირდაპირ ორჯერ დიდი ბრენდი. წლიური შემოსავალი Prada-ს არის დაახლოებით 3.4 ანუ 4 მილიარდამდე, Gucci 2020 წელს იყო 10 მილიარდიანი ბრენდი, ანუ ორჯერ მეტი. და უკვე 2024 წლის ბოლოს Gucci-ის შემოსავალი დაეშვა 7 მილიარდზე. 3 მილიარდიანი კლება აქვს ზუსტად, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი შეშფოთება, მათ შორის აქციონერების, მეწყვილეების და ეს კლება მიდიოდა აი ძალიან მაღალი პროცენტულობით. მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნე, თითქმის ყველა ბრენდში, მათ შორის Dior-ში, მათ შორის Louis Vuitton-ში, ყველგან Hermes-ის და Prada-ს გარდა ესე დიდი ბრენდებიდან არის დაღმავალი პერიოდი,
Gucci-ს განსაკუთრებით რთული პერიოდი აქვს და შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ Kering-ი მთლიანი კონგლომერატი, რომელიც მშობელი კომპანია, ხო? ამის 50%-ს Gucci-ს გაყიდვები განაპირობებს, ავტომატურად მიბმულია, ანუ მთლიანი კონგლომერატი მერე კონგლომერატ აქციებზე იწევა ფასები. განსაკუთრებით რთული პერიოდი ქონდა რომ ახსენე, ანუ რეალურად Chanel-ის და Dior-ის მომხმარებელი კიდე სხვა ტიპია და Chanel-ს და Dior-ს მხოლოდ იმიტომ იყიდის ადამიანები, რომ Chanel-ი და Dior-ია. Gucci კიდე ცოტა სხვა, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი დიდარი ადამიანების საყვარელი ბრენდია, მაინც არის გარემო ფაქტორებზე დამოკიდებული. ტრენდებზე და კრეატიულ დირექტორზე ბევრი ისტორიულადაც ესე იყო. Gucci-ს რაღაც აი როდესაც Lalo გაუშვეს, რომელიც იყო Alessandro Michele. Alessandro Michele. შემდეგ რომ მოიყვანეს ახალი საბატო რაღაც ვერ გაამართლა. ანუ შეცვალეს დიზაინერი და მან ვერ გაამართლა. ეს დიდი ბრენდისთვის კიდევ უფრო დიდი დარტყმა არის, როცა პატარა ბრენდი მარტივად გადაიტანს ამას რა. ანუ არ იქნება ისეთი მტკივნეული დარტყმა, მაგრამ დიდი ბრენდისთვის საკმაოდ მტკივნეული არის, როდესაც ახალი კრეატიული ხელმძღვანელი ვერ ამართლებს. ეს არის დიდი დარტყმა პირველ რიგში ეკონომიკურად და ხო, აი კომენტარებთან დაკავშირებით სხვა შორის ხა გამახსენდა, აი როდესაც გავსვლა გარდა იმისა, რომ წერდნენ, რომ აი რაღაც Balenciaga-სთან მიმართებით. ასევე წერდნენ იმასაც, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ აი Gucci-ს და აი ამ ინფორმაციას მძაფრად გადმოვცემთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ხარ ამხელა წნეხი არის დემნაზე და აი რომ დემნა გადაარჩენს თუ არა Gucci-ს პირდაპირ ვთქვათ, რასაც წერენ საერთაშორისო გამოცემები. აი ხშირად იყო რაღაც ირონიული დამოკიდება, აი დემნას გადასარჩენი თუ არის ახლა Gucci, ანუ არის რეალურად. ასევე იყო აი საერთაშორისო ანუ Instagram-ზე რომ ვაკვირდებოდი საერთაშორისო კრეატორების ან ფორუმებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს, ყველა ამბობდა რომ Gucci-ს ანუ უსამძიმრებთ Gucci-ს. აი ესეთი კომენტარები იყო და რატო? ანუ ესეც უნდა ითქვას რატო? მოლოდინი იყო არასწორი, მაგრამ ქართველი რის ქართველია? ყველას მეგრელი მეგრულმა ალბათ საბოლოო ჯამში მივალთ მაგამდე რომ სწორად ესე თქვა სწორად მოერგო ზოგადად უნდა ითქვას ის რომ დემნა შესახება ძალიან ესეთი არასწორი ნარატივებით შუქდება საქართველოში და ბევრს არასწორად საერთაშორისო ძალიან არასწორად უყურებენ მის მაგრამ მაინც ხა დემნას Gucci-ში დანიშნა იყო აი შოპის მომგვრელი გადაწყვეტილება მე მახსოვს ეს იყო 13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია ზუსტად იმ დღეს როდესაც გავიგეთ რომ Donatella Versace და ის იმდენად შოკის მომგვრელი იყო გადაფარა ანუ Donatella Versace დატოვა რომ გავრცელდა ეს ინფორმაცია იმ დღესვე გავრცელდა და ანუ წამით Donatella Versace ტოვებს Versace-ს ეს არის უდიდესი ამბავი მაგრამ საერთოდ გადაფარა მედიაში იმ ფაქტმა რომ დემნა ხდება Gucci-ის კრეატიული ეს იყო იმდენად შოკის მომგვრელი ხა რა თქმა უნდა არავინ არ ვამბობთ რომ რაღაცა დემნა უფრო ცნობილია ან უფრო ლეგენდარული ვიდრე არა ნამდვილად არა მაგრამ ამბავი თვითონ რომ ის დემნა ხდებოდა Gucci-ის კრეატიული იმდენად შოკის მომგვრელი იყო რატო იყო მოდი ეგ ზოგადად ხა უნდა რატო გამოიწვია ეგეთ შოკური ხა პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ დემნა Tom Ford-ის შემდეგ არის მეორე არა იტალიელი დიზაინერი რომელიც Gucci-ს ჩაუდგება სათავეში. Gucci არის ძალიან იტალიური ბრენდი. ეს ერთი. როდესაც დაიწერა მე მახსოვს 12 მარტს ლორენ შერმანი არის ამერიკელი ესეთი მოდის ჟურნალისტი. ლორენ შერმანმა დაწერა სტატია 12 მარტს გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ ხვალ გახდება ცნობილი ორ ძალიან დიდ იტალიურ ბრენდში სიახლე. ნუ ერთი ვიცოდით რომ Versace იყო, იმიტომ რომ სხვა იტალიურმა ბრენდებმაც დაწერეს და მეორე უკვე იყო Gucci-ზე, რა თქმა უნდა, საუბარი და ლორენმაც დაწერა რომ ეს სიახლე იქნება შოკის მომგვრელი. ხა როდესაც მე წავიკითხე რომ სიახლე იქნება შოკის მომგვრელი, აი ორი ვარიანტი მქონდა გონებაში, ხა ეს უნდა იყოს ან ედი სლიმანი, ან დემნა. ხა ედი სლიმანი ხა ცალკე ვიდეოს საგანია, ასე ვთქვათ, ედი სლიმანის და Kering-ის ურთიერთობა. კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ პირდაპირ ვთქვათ რაღაც სასამართლოში უჩიულა Gucci-ის მფლობელან ფრანსუა ანრი პინოს 25 მილიონი ევროს კომპენსაცია ისაც პრობლემურია ანუ ცნობილია იმით რომ სადაც მიდის ლოგოს სulis ყველაფერს სulis საკუთარ ტყავზე იგებს ეგო აქვს ძალიან პრობლემური ნუ მოკლედ სკანდალური დიზაინერია ნუ ხა დემნაც თავისუფლად რა თქმა უნდა არის სკანდალურ დიზაინერად შეიძლება მოвихსენიოთ გამომდინარე მით უმეტეს რომ ჯერ მხოლოდ 2-3 წელია გასული აი Balenciaga-ს ისეთი კოლექციები ქონდა ისეთი ლუკები ქონდა თან პლუს კიდე სკანდალი რომელიც მის კამპანიას უკავშირდება ნუ ყველა მის პრინციპში სკანდალი და ეს დეტალებში აღარ ჩავალ ხო? ხო, ეს სკანდალები ზოგადად ცალკე ვიდეოს თემაა.
არავის არ წარმოედგინა, რომ აი ამ სკანდალიდან 2 წლის ფონზე, 2 წლის შემდეგ, მით უმეტეს ყველა ელოდა, რომ აი ქერინგი დემნას გააგდებს, ქერინგი დემნას მოიშორებს. მიუხედავად იმისა, რომ აი ცნობილი გამოცემები, ჟურნალისტები, მაგალითად ქათი ჰორინი წერდა, რომ დემნასნაირი აი ძალიან ბევრი კარგი დიზაინერი არსებობს, მაგრამ ძალიან ცოტა კარგი კრეატიული დირექტორია ამ ინდუსტრიაში, ვისაც აქვს ისეთი ნოუ-ჰაუ, ისეთი ხედვა იმდენად ძლიერი და ისეთი რაღაც საკულტო სტატუსი, აი კულტი თავისი მიმდევრების, რომლებიც ყველგან წაყვებიან, რომლებსაც შეუძლიათ რომ შექმნან, ანუ კრეატიული დირექტორებს შეუძლიათ აქვთ ეს მკაფიო ხედვა, რომელიც ხიბლავს იმდენ ადამიანს, რომ ყველას უნდა ამასთან ასოცირებული იყოს. თუმცა აქვე უნდა ითქვას ის, რომ შოკის მომგვრელი კიდევ იქიდან გამომდინარეც იყო, რომ ესთეტიკურად გუჩი და დემნა არის ეს ერთი შეხედვით, ხა დემნა იყო street style-ი, ხო უფრო მეტად street style-ზე არის, უფრო მეტად ფორმებზე არის ორიენტირებული, აი კუტიურ ფორმები კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობა საკმაოდ საინტერესო განავითარა მაგ კუთხით, ასევე მისი ესთეტიკა როგორც აღმოსავლეთ ევროპის 90-იანების საქართველოს და ასე შემდეგ. თავის ისტორიული ბექგრაუნდით მოყვება. ხო, აი კულტურული ეს კულტურა საიდანაც დემნა მოდის და გუჩი ერთი შეხედვით იყო აი დრამატულად რადიკალურად განსხვავებული. იმისა, რა თქმა უნდა, ბალენსიაგასაც აქვს თავისი ისტორიული მემკვიდრეობა. ბალენსიაგა მაინც ნიშური ბრენდი იყო. ეს შესაძლებელია ამ ისტორიული კონტექსტის გადააზრება და სხვანაირად მიწოდება აუდიტორიისთვის და გუჩის ძალიან როგორც კაფიო და გუჩის აქვს მონოგრამა, გუჩის აქვს ლოგო, გუჩის აქვს ფერები, გუჩის აქვს ესთეტიკა, რაც ცნობილია მილიონობით ადამიანისთვის. ბალენსიაგას ამდენად ყიდველი ყავს, ნამდვილად. გუჩის განსხვავებული ყიდველი ყავს და ბალენსიაგა როდესაც დემნა დაინიშნა ბალენსიაგაში, ხა ბევრი წერს, რომ აი ბალენსიაგა დააქცია, რაც არის ბალენსიაგაში როდესაც დაინიშნა დემნა მიუხედავად იმისა, რომ ბალენსიაგა იყო, ანუ საკმაოდ ესე ინდუსტრიის შიდა წრეებისთვის, ესე აქტიური, გულითარი ფეშენისტებისთვის საყვარელი ბრენდი, თუნდაც ნიკოლა ჟესკიერის პერიოდში და 60-იანებში კრისტობალ ბალენსიაგაზე კოკო შანელი ამბობდა, რომ ერთადერთი ნამდვილი კუტიურია და ასე შემდეგ. მიუხედავად მაგისა, ბალენსიაგა იყო 300 მილიონიანი და როდესაც ვამბობ 300 მილიონს წლიურს მაღალი მოდის ბიზნესის სტანდარტით, ეს არის ნიშური ბრენდის კატეგორია. იყო ნიშური ბრენდი. შესაბამისად, ხა მან ახალ დიზაინერს როცა ნიშურ ბრენდში ინიშნები, თუნდაც ლუევე რო ავიღოთ. ლუევეც ასევე, ლუევე კიდევ უფრო პატარა ბრენდი იყო ვიდრე ბალენსიაგა, ხო? როდესაც ინიშნები, კრეატიულ დირექტორს აქვს იმის თავისუფლება, ასე ვთქვათ, რომ მოარგოს საკუთარ ესთეტიკას. შესაბამისად, ხა ბალენსიაგას მაგალითად არა აქვს თუნდაც ისეთი ესთეტიკა, ვთქვათ, აი ფერების მიხედვით, არა აქვს ისეთი ლოგო, არა აქვს ისეთი მონოგრამა. ამაზე დემნაც ხშირად ამბობდა, რომ ეს მის ხედვას, ანუ ზღუდავდა და ეხა გუჩიზე როცა არის საუბარი, ხო, ეხა 300 მილიონიანი ბრენდი არის ბალენსიაგა, იყო, როდესაც დემნა დაინიშნა და მერე გაიზარდა და ეხა არის 2 მილიარდიანი და გუჩი არის 10 მილიარდიანი ბრენდი. ანუ როდესაც დემნა შედის გუჩიში, ანუ დემნა შედის ახლა 10 მილიარდიან ბიზნესში, რომელსაც მსოფლიოში გლობალურად ხა ბევრიც ამბობდა, რომ იმე ბალენსიაგა დემნადან გავიგე. კი, ასია, დემნა უფრო გაზარდა ბრენდის ცნობა. მე მაგალითად ზოგადად მოდით დავინტერესდი, ალბათ ძალიან ბევრი ქართველი ტყვის მაგას, რომ მისი ინტერესი მოდის მიმართ წამოვიდა დემნას პერსონიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დემნა იყო პრინციპში პირველი ესეთი ადამიანი, რომლის გამოც დავინტერესდი მოდით და რომელმაც ამ ინტერესმა მე დამაკავშირა Fashion Holics-თან. ეს ალკე ისტორია ხო მე მოყვებით თუ გავაგრძელეთ ეს ვიდეო. იმიტომ სპონსორი გჭირდება რომ გავაგრძელოთ. რომელიც არ ყავს. მე რას გვეყოლება არც არავის არ გვითხოვია, მაგრამ ნუ აი ხა გთხოვთ. დავუბრუნდეთ დემნას. ხო და რითი თქმა მინდა და იცი რომ დემნას საქართველოშიც ხო არასწორად აფასებენ რაღაც და ძალიან ხშირად შემხვედრია ესეთი კომენტარია დემნა ეღადავება ხალხს არანაირად არ ეღადავება აკეთებს ძალიან აკეთებს იმას რაც უნდა გაეკეთებინა ბალენსიაგაში ბოლო წლები იყო რომ ცოტა იყო პროგნოზირებადი გახდა მაგასაც თავისი მიზეზები ჰქონდა ასევე უნდა ითქვას ხა ისიც რომ აი მახსოვს როდესაც აი 2022 წელი იყო 2022 წლის ნოემბერი იყო და გავრცელდა ინფორმაცია რომ ლალო მიკელე ალესანდრო მიკელე ტოვებს გუჩის და დემნა რჩება ქერინგში და აბსოლუტურად პირიქით ეგონა ყველას ეგონა პირიქით მოხდებოდა ვოგმა ჩაწერა საკმაოდ საინტერესო პოდკასტი და ერთ-ერთი ფრაზა რომელიც აი ესე დამამახსოვრდა იმ პოდკასტიდან ვოგი ჟურნალისტი ციტირებ ამბობს რომ ალესანდრო მიკელეც ძალიან ნიჭიერია და შეიძლება ითქვას რომ არანაკლებ ნიჭიერია ვიდრე დემნა მაგრამ დემნა უკეთესი კორპორატიული მოთამაშეა ხა ეს იყო საკმაოდ საინტერესო მაშინ ჩემთვის და დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უკეთ ვიაზრებ თუ რას გულისხმობდა მაშინ აი ეს ვოგის ერთ-ერთი მთავარი ჟურნალისტი ზოგადად დემნას აი რეპუტაციაზე ხო ხშირად აი
აი ეს არ არის მარტო საქართველოში, ხო, გლობალურად და საქართველოს საერთაშორისოც ეგრეა, რომ აი ძალიან რებელაა. აი ძალიან რებელაა და არ ეთანხმება მოდის სისტემას. რას ვსაუბრობდით? ჩვენ ვსაუბრობთ იმას, რომ ეს გავიგეთ ეს რომ დემნა ხდება გუჩის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ვამბობდით ასეთ რაღაცას, რომ შესაძლოა დემნას მარცხი თუ დადგა, იქნება მისი ეგოდან გამომდინარე. იმიტომ რომ რეალურად არის ყოველში გავს ტიპას, რომელმაც იცის თავის ფასი და არის ცოტა ეგოცენტრიკი, თუმცა ამავდროულად ერთია რომ ადამიანს შეგვექოს დიდი ეგო, მაგრამ მეორე მხარეს იყოს ძალიან პრაგმატული მიდგომა, ძალიან სისხარტე. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კორპორატიული მოთამაშე იყო. ხო, ჩემი პირველი ეს შიში შეიძლება ითქვას, რომ ეს გავიგე, რომ დემნა გახდა გუჩის კრეატიული დირექტორი იყო ის, რომ აი ეგოს გააკონტროლებს თუ არა, თუ ბოლომდე ჩააჭერს, თუ გაიმეორებს, თქვათ ედი სლიმანმა რაც გააკეთა, იმიტომ რომ ფაქტად შემიძლია თქვა, რომ თუ დემნა გააკეთებდა იმას, რასაც თქვა, თუნდაც ედი აკეთებს, ანუ თლიანად მოირგებდა და ხუდის გადააწერდა ბალენსიაგას მაგალითად გუჩის და გააკეთებდა იმას, რასაც ყველა ველოდით და იდეაში ყველა ელოდა, რომ აი ხა როგორი იქნებოდა დახეულ ჯინსებს გამოიტანდა და ასე შემდეგ. აი ბოლო წლებში რასაც ბალენსიაგას პოდიუმზე. ნუ უმრავლესობა მაგას ელოდა. უმრავლესობა მაგას ელოდა. ანუ თუ მაგას გააკეთებდა სიტყვაზე დემნა, ანუ გუჩის ამბავი უკვე დასრულებული. გუჩის ამბავი არ ვიცი, მაგრამ დემნას ამბავი დასრულებული. დემნას ამბავიც ხო. აი მე რეალურად რა მოხდა კიდე, რომ ჩვენ რაც დავინახეთ დემნაზე იყო ის, რომ ძალიან სმარტი არის და ძალიან კარგი კორპორატიული მოთამაშეა, იმიტომ პირველივე და კორპორაციის ინტერესებიც და შეუძლია პლუს რომ ყველაფერი რაღაცნაირად აქციოს მაინც ახლა ძალიან დრამატულად რო არ ვჟღერდეთ ციფრებიც მოვიშველიოთ 13 მარტს როდესაც ცნობილი გახდა რომ დემნა არის გუჩის კრეატიული დირექტორი მეორე დღეს უკვე საფონდო ბირჟებზე კერინგის აქციები ანუ გუჩის მფლობელი კომპანიის აქციები დაეცა 12-13% ისტორიულ მინიმუმზე დავიდა აი როცა ვამბობთ რომ დემნას მიმართ მოლოდინები როგორი იყო აი ბაზრის მოლოდინები აქედანაც გამოჩნდა რომ ისტორიულ მინიმუმზე დავიდა გუჩის მფლობელი კომპანიის აქციები შესაბამისად ფაქტობრივად ბაზარი იყო აი უსტრო არა ეს არ არის სწორი არჩევანი ეს არ არის სწორი არჩევანი ეს ცოტა ძალიან რო არ დავღალოთ ჩვენი მსმენელიც რეალურად გადავიდეთ უკვე ამ დებიუტზე როცა თავარი დებიუტი იყო ერთ-ერთი გუჩის დებიუტი წელს მოდის კვირაულების სეზონის განმავლობაში და უბრალოდ ჩვენ უნდა გავარჩიოთ ის რომ ეს არ არის მაინც და მაინც დემნას კოლექცია ეს არის გუჩი ასე თქვა დემნას თვალით დანახული გუჩი რაღაცნაირად გადააზრება ამ ჯერ მომხმარებელს უნდა გავახსენოთ თუ რა ბრენდია ეს და გადააზრება არის ასე ვთქვათ გუჩის რაღაცა ისტორიის, ისტორიული ბექგრაუნდის და ასე შემდეგ. თუმცა რა იყო, ნუ ვიცოდით ჩვენ რომ 2026 წლამდე დემნას არ ექნება ჩვენება, ანუ თავის კოლექციას ჩვენების სახით არ წარადგენს. წარადგინა ისე რომ ჯერ დაიდო ლუკები Instagram-ზე, სოციალური მედიის არხებში გამოაქვეყნა გუჩი, სადაც სხვა შორის მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ დემნას და მატილდას გადაკვეთა კიდე რაღაცნაირად სხვანაირად ქართველებისთვის, სხვანაირად ისეთი სენტიმენტალური არის და მინდა ვთქვა ერთ-ერთი საუკეთესო ლუკი იყო. ნუ შემდეგ ვიცოდით ის რომ იყო გადაღებული რაღაც მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის ჩვენებაც იყო და ეს არ იყო რაღაცა სტანდარტული მოდის შოუ, მაგრამ დემნას ესეთი გენიალურობა კიდე რაში არის, რომ რეალურად მაინც მოდის ჩვენება გამოუვიდა, იმიტომ რომ ეს თუ გავიხსენთ, ალბათ უმეტესობას გინახავთ ეს ნახეთ ეს პრეზენტაციის ფორმატი როგორიც იყო, რომ ეს მოდელები შედიან წითელ ხალიჩაზე და რეალურად ისინი პოზირებენ კამერის წინაშე და მაინც ჩვენების ფორმა მისცა და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა წინ გქონდა დიორი, გქონდა შანელი და ისინი უკვე ტრადიციული და სტანდარტული ჩვენებების სახით წარადგენენ კოლექციებს, მაინც ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ეს სტატისტიკა რომ დაიდო ყველაზე განხილვადი ჩვენება მაინც მოდის კვირაულზე ყველაზე ბევრი ნახვა ქონდა პრინციპში იყო პერფორმატიული ჩვენება მაინც შოუ იყო ანუ მე პრინციპში აგვისტოში დარწმუნებული ვიყავი რომ დემნა არ გააკეთებდა იმიტომ რომ ისეთი ნიუსები ხდებოდა ჩუმად არ შევიდოდა იმიტომ რომ ამ კაცმა შეიძლება თქვას კიდევ ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ დემნას შესახებ დემნამ შეიძლება თქვას რომ მე ამას არ ვაპირებ და შემდეგ გააკეთოს ყველაზე დიდი შოუ მთლიან მოდის კვირაულზე ყოველთვის ასე აკეთებდა პრინციპში ეს არის კლასიკური დემნას ქცევა რომ აი ჯერ არაფერს არ ვაპირებთ ჯერ ისე ჩუმად და შემდეგ აი მცირე რაღაც კამპანიით ამ ჩვენების დემიმური და ედვარდ ნორტონი ამ ჩვენების მე გავრცელდა ეს ინტერვიუები და ეს ერთ-ერთგან ამბობდა რომ თუ ვინმე მოელოდაო რომ მე ვაქო რაღაც ოვერსაიზ ემებს გამოვიტანდიო მაისურებს და ხუდებს ესე კარგად არ მიცნობდნენ და ეს ფეშენჰოლიკს რო გვედო გადავაზიარე მე ჩემს Facebook-ზე და ერთ-ერთმა ფრენდმა დაწერა და ის ზუსტი შეფასება მე მგონი დამიკომენტარა რომ ეგო ხავ დათათ
უთაშხიას იმით უნდა წაიკითხო ინტონაციით და დაახლოებით მართლა ესე იყო რაღაცნაირად აი თან ნიშნის მოგებით რო ეუბნებათ. როგორ გეგონათ, ანუ როგორ არის აღიცნობთ ეგოცენტრიკი არის, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან ჭკვიანი და პრაგმატული ადამიანი. და დააყენა კორპორაციის დააყენა საჭიროებები, დაბალანსებს. ხო, ის გააკეთა რაც სჭირდებოდა Kering-ს და Gucci-ს აი ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში და ფაქტი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დემნას ჩვენებებთან დაკავშირებით, როგორც ყოველთვის ორად იყოფა აზრი, ეს იყო პრინციპში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ყველამ თქვით და რომ აი ვაუ, კაია. ნუ პრინციპში ხა ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ აი არ ქონდა საზოგადოებას მოლოდინი დემნასგან აი ეს ენახა რაც ვიხილეთ. და შემდეგ ამანაც გამოიწვია ეს ვაუ მომენტი. ხა ჩვენ ხო არ ვხედავთ ხა და აქ არ ვამბობთ, რომ ეს იყო რაღაცა ისეთი ახალი ბორბალი გამოიგონა მოდის ინდუსტრიაში ან სასწაული კოლექცია ვნახეთ, ხო? ანუ დიზაინერი ეგონა ყველას მას შეუძლია რომ სხვა რაღაცას ელოდა მსოფლიო და სხვა რაღაცა ნახა და შესაბამისად ამან კიდევ უფრო მეტად გამოიწვია ვაუ. ძალიან საინტერესოა რეალურად, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე ჩვენება იყო ისეთი, რომელიც აი ლუკებიც კი არ მახსოვს რა, რა ბოლო წლები, აი რამ მღელვარების მომენტი, კი. აი არც ერთი ძალიან პროგნოზირებადი გახდა. ლუკი არ მახსოვს. ძალიან პროგნოზირებადი გახდა. და ამიტომ კარგია, საინტერესოა. ეხლა რა სელოდები შენ თვითონ 22-26 წლის უკვე ჩვენების ფორმატში და წარადგენს კოლექციას. ოღონდ შეიძლება საინტერესო არის ის, რომ როდესაც Women's Wear Daily-მ დაადო პირველი ინტერვიუ Inside Demna's Gucci Vision, იქ ავტორი ამბობს, Demna's ციტატა არ არის, მაგრამ ავტორი ამბობს, რომ როდესაც შეუქეს, ასე ვთქვათ, ეს ახალი დებიუტი და ახალი კოლექცია, დემნამ ეს კრედიტი მიენიჭაო Tom Ford-ს და Lee McQueen-ს. ხო, ეს რო წავიკითხე, ეს ძალიან ანუ Tom Ford-ი გასაგებია, Tom Ford-მა, Tom Ford-ის და Gucci-ის ისტორია გავიგეთ. Tom Ford-ი გასაგებია, მაგრამ Lee McQueen-ი, ხა მიუხედავად იმისა, რომ დემნაც შოუმეიკერია, შეიძლება ითქვას, მისი ჩვენებები აი ეს შოუს პერფორმატიული, მაგრამ მაინც განსხვავდება იმისგან, რასაც McQueen-ი და უნდა ითქვას ისიც, რომ McQueen-ი რაც აკეთებდა, იმას ვერავინ ვერ აკეთებს და ვერ გააკეთებს ვერას. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ხა დემნას თითქმის არ ვიცი, მე ხა ძალიან ბევრი ინტერვიუ მაქვს აკითხული, ხო? ძალიან რაც კი, რა ვიცი, დემნას ეს საჯაროდ ვრცელდებოდა ინტერვიუები, Vogue-ში თუ ასე შემდეგ კითხულობდი და არასდროს, მე მგონი არასდროს Lee McQueen-ი არ უხსენებია ინსპირაცია. ჩვენ ვიცით, რომ ის მუშაობდა Margiela's brand-ში და Martin Margiela-ზე ხშირად საუბრობდა, Coco Chanel-ი იქნება Christian Dior, Cristobal Balenciaga, მაგრამ McQueen-ი არ უხსენებია. როდესაც ხა McQueen-ი წავიკითხე, კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ხა ციტატა არ იყო, მაგრამ ხა ტყუილად არ დაწერდა Women's Wear Daily-ს, ხო? რომ ალბათ მართლა ახსენა, ალბათ მართლა ახსენა. და თუ ახსენა, ჩემთვის ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ ზოგადად McQueen-ი რასთან ასოცირდება, ხო, შოუსთან. პერფორმანსთან. ხა გასაგებია, რომ ის მისი ინსპირაციები განსხვავებული კულტურიდან მოდის, მაგრამ მაინც პერფორმატიულ მოდასთან ასოცირდება. ნუ პირველი იყო, ვინც პერფორმატიული მოდა პრინციპში. ნუ მუგლერი McQueen-ი ხელწერად აქცია, ხო, რა? და შესაბამისად ეს როდესაც მიუხედავად იმისა, კოლექციაში McQueen-ისეული არაფერი არ იყო, როგორც ასეთი და პლუს კიდე McQueen-ს და Gucci-ს, ერთადერთი McQueen-ის და Gucci-ს გადაკვეთა, შეიძლება ის თქვათ, რომ აი Gucci გრუპი ერქვა, როდესაც Tom Ford-მა იყიდა McQueen-ის ბრენდი, დღეს უკვე Kering-ი ხო ფლობს, ანუ Gucci-ს და Balenciaga-ს და McQueen-ის ბრენდს ფლობს Kering-ი, ერთი კომპანია, მაგრამ როდესაც შესყიდვა მოხდა McQueen-ის ბრენდის, მაშინ Gucci გრუპი ერქვა ამ კომპანიას. და Domenico De Sole და Tom Ford იყვნენ მაშინ ხელმძღვანელები და მაშინ იყიდეს McQueen-ის ბრენდი 50 მილიონ ევრო სხვათა შორის. და აი სხვა ესე როგორც ասეთი McQueen-ს Gucci-სთან არანაირი ესე გადაკვეთა არ ქონია, რომ ითქვა, რომ ისტორიული კვეთა პერფორმატიულ და მე მაინც მგონია, რომ აი მანდ მივდივარ, რომ მე მაინც მგონია, რომ დემნას Gucci მიუხედავად იმისა, რომ თქვა, რომ აი მინდა რომ მინიმალისტური ესთეტიკაც ესეც თქვა, მინდა რომ მინიმალისტური ესთეტიკა გამოვცადო. ეხლა დემნა და მინიმალისტური ესთეტიკა. მე მაინც ჩემს ფსონებს ვდებ იმაზე, რომ ამ კაცმა ეფექტური გამოჩენები იცის, შესაბამისად, მე მგონია, რომ 2026-ში კიდევ უფრო და იმიტომაც დაიტოვა კიდევ დრო, იმიტომ რომ თუ თქვათ, ანუ 2 თვეში და 3 თვეში არ უნდოდა ამ ჩვენების გაკეთება, ესე იგი ნიშნავს, რომ რაღაცა დიდსაც გეგმავს, იმიტომ რომ ფაქტი არის ის, რომ თუნდაც Pier Paolo Piccioli რომელმაც შეცვალა დემნა Balenciaga-ში, ისიც ოფიციალურად 10 ივლისიდან დაიწყო მუშაობა Balenciaga-ში. მანამდე 1-2 თვით ადრე გავრცელდა სიახლე, რომ არის ახალი დიზაინერი, მაგრამ ვნახეთ, რომ ოქტომბერში უკვე ჩვენება ჰქონდა, ხო? თუ თქვათ დემნამ თქვა, რომ მე დრო მჭირდება, რომ აი შოუ იყოს ისეთი, როგორცაც მე ვთვლი და ასევე ახსენა, როგორც ჩანს Women's Wear Daily-ს რედაქტორთან Lee McQueen-ი, მე მაინც შესაძლოა ეს ჩემი სურვილიც იყოს, მაგრამ მაინც იქითკენ მივდივარ, რომ მგონია, რომ შოუ იქნება პერფორმატიული პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ვამბობთ, რომ წარმატებული დებიუტი იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო საკმარისი, ანუ ეს არის საკმარისი ობიექტურად, რო ითქვას, ეს საკმარისი არ არის Gucci-ს დღევანდელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ეს მარტო ჩემი სიტყვები არ არის, ხოთა შორის Luca de Meo, რომელიც გახდა
Kering-ის, აი Gucci-ის ფლობელი კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი, ესეც უნდა ითქვას. გასულ 25 წელიწადში პირველად ამ სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ლუკა დე მეო, ანუ ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება Kering-ს. ფრანსუა ანრი პინო, ვინც ფლობს აი ამ კომპანიას, გადადგა, ანუ წნეხი იყო ძალიან დიდი აქციონერების მხრიდან, პრესის მხრიდან და შესაბამისად დატოვა თანამდებობა და ახალი ლიდერი ყავს, ახალი ბიზნეს ლიდერი ყავს, რომელსაც სხვათა შორის ძალიან კარგად შეხვდა ზოგადად ბაზარი, როდესაც სიახლე გავრცელდა, რომ ლუკა დე მეო დაიკავებდა ფრანსუა ანრი პინოს თანამდებობას, რამდენიმე 5-6%-ით გაიზარდა აქციების ფასი და ასევე საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ლუკა დე მეოს მოდის ბიზნესში არა აქვს მუშაობის გამოსწრება, ავტოწარმოების ხო, ავტოინდუსტრიაში იყო, Nissan-ის გენერალური დირექტორი იყო, Renault-ის გენერალური დირექტორი იყო და ძალიან ნიშნავს კიდევ ერთხელ, რომ მოდა არის ბიზნესი და არა ხელოვნება დღესდღეობით. თანამედროვე მოდის ინდუსტრია არის ეს. ხო, Nissan-ის და Renault-ის გენერალური დირექტორი დაინიშნა და რომელსაც არანაირი გადაკვეთა არ ქონია მოდის ინდუსტრია, დაინიშნა Gucci-ის, Saint Laurent-ის, Balenciaga-ს ბიზნესი, კარგად იცის ბიზნესი და ფაქტობრივად ამან გაამართლა პირველადი რეაქციები ბაზრის ისეთი იყო, რომ 5-6%-ით გაიზარდა Kering-ის აქციებზე. ხა რომ დაუბრუნდეთ ლუკა დე მეომ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნიუსები Reuters-მაც დაწერა და Business of Fashion-მაც, რომ აი პირველადი კოლექციები როდესაც შევიდა, დემნას პირველადი კოლექცია Sinao Bainao მოდელი შევიდა მაღაზიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოსვლიდან მომენტალურად უკვე 10 მაღაზიაში გაყიდვაში იყო. ეს ტრადიციის დარღვევა, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის მერე ჩდება უკვე მაღაზიაში. გამოდის, ესეც უნდა ითქვას, აი ხშირად გვიწერენ ხოლმე რომ წერთ, რომ აი ეს არის თქვა Chanel-ის 2026 წლის გაზაფხულის ჩვენება და უკვე 2026 წელი დადგა, ანუ არ დადგა. 6 თვით ადრე გამოდის, როდესაც წაიკითხავთ ხოლმე, რომ აი რაღაც სეზონი უწერია სიტყვაზე, ხო? ეს ნიშნავს, რომ იმ სეზონზე გამოდის ეს კოლექცია გაყიდვაში. იმას არ ნიშნავს, რომ ამ სეზონზე ხდება ჩვენება. როდესაც წარადგენ 6 თვით მერე გამოდის. შესაბამისად, ლუკა დე მეომ თქვა, რომ ჩვენ რეალურ შედეგს, აი ეს ახალი ხედვა და ახალი ბიზნეს ხედვა თუ ახალი კრეატიული ხედვა ამართლებს თუ არა, აი დაახლოებით მომავალი წლის ამ პერიოდში ვნახავთ. იმიტომ რომ გაზაფხულზე გაეშვება უკვე კოლექცია, დემნას ახალი კოლექცია მასობრივად გაზაფხულზე შევა 2026 წლის და შემდეგ 6 თვის თავზე, აი ამ დროს მომავალ წელს უკვე რეალური ციფრები დაიდება, ეს ხედვა ამართლებს თუ არა. მოკლედ, კიდე ერთი მნიშვნელოვანი დებიუტი რაც იყო, ეს იყო Dior-ი, ყველაზე საკამათო პრინციპი. ჩემი საყვარელი დიზაინერი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დიზაინერი დაინიშნა, Jonathan Anderson-ი, რომელიც ძალიან მომწონს და რომელსაც მე და გვანც ალაპარაკობდით, რომ რაღაცით გვანან ერთმანეთს ის და დემნა, იმიტომ რომ ორივეს აქვს რაღაცნაირი იუმორის შეგრძნება, თავისი გამოცდილების, რეფერენსების დაკავშირების და ამის მოდაში გადმოტანის ძალიან კარგი ნიჭი, თუმცა ის უნდა აღიაროთ და აღვნიშნოთ უბრალოდ, რომ დემნა სრულიად სხვა ბექგრაუნდიდან მოდის, 90-იანი წლების საქართველოსდან მოდის, ჩვენი Jonathan-ი მოდის სრულიად უზრუნველყოფილი გარემოდან. ხო, ამიტომ თუ დემნასთვის რაღაცა რეფერენსები ძირითადად ასოცირდება oversize მოდელებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, Anderson-ი პირიქით, რაღაცა ხო, Sex and the City-ის ისინი ხო, მაგრამ რაზეც არის გაზრდილი. თუმცა ძალიან ნიჭიერი, მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და ერთ-ერთი ყველაზე ისეთ დიზაინერია, რომელსაც ძალიან კარგი, აი, ზომიერი და ინტელექტუალური იუმორი აქვს. და თუმცა მე ახლა ჩემი პირადი აზრია, რომ არ მომეწონა მოკლედ Jonathan-ის Dior-ი არ მომეწონა, მარტივად რომ ვთქვათ. ხო, საკამათო იყო და პრინციპში ვიცოდით კიდეც, რომ საკამათო იქნებოდა თავიდანვე გამომდინარე იქიდან, რომ Dior-ის მოდის სახლიც, როგორც Gucci-ის მოდის სახლი არის, აი გლობალური ბრენდი და ყველას აქვს რაღაც გარკვეული წარმოდგენა თუ რა არის Dior-ი, ხო? ხა Dior-ი არის უფრო მიუხედავად იმისა, რომ 7 განსხვავებული დიზაინერი ყავდა ბრენდს და ყველა დიზაინერის პერიოდში სხვადასხვანაირი იყო, მაინც ყველას გვაქვს რაღაც აი ეს იმიჯი, ასე ვთქვათ, თუ როგორი არის Dior-ის ქალი და Jonathan-ის წარმოდგენილი Dior-ის ქალი, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო ბარ სილუეტებიც და იქ იყო ეს ტრადიციული Dior-ისთვის დამახასიათებელი სტილი და ესთეტიკა, მაინც განსხვავდება. შესაბამისად, ეს თავიდანვე პრინციპში ვიცოდით, ხა ვერ ვიტყვი, რომ აი ძალიან კატეგორიულად არ მომეწონა, მე ვხედავ პოტენციალს მის Dior-ში. კარგი დიზაინერია ნამდვილად. ან მის Dior-ში ვხედავ პოტენციალს და ჩემთვის პრინციპში გამომდინარე იქიდანაც, რომ გასული 10 წელი ხა ჩემთვის იყო ძალიან უინტერესო Dior-ი. ეხლა რაღაც ვთქვი, მაინც მოლოდინი მაქვს თუ აი რა იქნება. ხა როდესაც მარია გრაცია ქიური იყო Dior-ის კრეატიული დირექტორი, სეზონიდან სეზონამდე ხა Dior-ი გამოიტანდა, ჩვენებას თუ არ გამოვიდა, ჩემთვის აბსოლუტურად არა, მღელვარება არ მაინტერესებს. შესაბამისად, ხა როგორც ესეთი, აი ჩემთვის როგორც ისეთი მოდის fashion holic-ისთვის, ხა თუნდაც Jonathan-ის Dior-ი იმითაც არის უკეთესი, რომ მოლოდინი მაქვს რა იქნება შემდეგ სეზონზე, რას გააკეთებ შემდეგ სეზონზე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს შეფასებები თუნდაც ეს სტაში, არ ვიცი, ცოტა მგონია გადააჭარბა. ეს შეიძლება იმიტომ მოხდა, რომ Jonathan-ი ძალიან უყვარს მოდის ინდუსტრიას და მოდის პრესას უყვარს და ასე შემდეგ. და Jonathan-ი ნამდვილად
likable person არის, მაგრამ ყველაზე იყო standing ovation, ყველაზე ფეხზე წამომდგარი ტაში, ანუ ყველა დებიუტზე, რაც ეხა ძალიან გაზრდებული იყო რაც ბუნებრივია. და ერთი კიდე რაც მინდა ვთქვა, მას ალბათ მოდელებზე ვისაუბრებთ კიდე და მაგასაც შევეხებით, ჩემთვის საკმაოდ შემაწუხებელი სანახავი იყო ძალიან გამხდარი და ფერმქრთალი მოდელები. ანუ ზოგადად რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მოდის ინდუსტრია უბრუნდება ძველ სტანდარტებს, ანუ ერთი პერიოდი თუ იყო ეს ინკლუზიურობის იდეა იყო ერთი პერიოდი და ამიტომ ხედავდით კიდევაც ამას პოდიუმზე, თუმცა ეხლა ბოლო ჩვენებები არის ის, რომ ძალიან გამხდარი მოდელები გამოდიან, თუმცა აი ამ ნაწილშიც ჯონათანმა ალბათ ყველას აჯობა, იმიტომ რომ ცოტა ჩემთვის მიუხედავად რომ მე მომწონს სკინი მოდელები, მომწონს, ეს არის ჩემი პერსონალური აზრი. მიუხედავად მაგისა, შემაწუხა ცოტა არაჯანსაღი გარეგნობის, არ მარტო არაჯანსაღი გარეგნობის, აი ძალიან ფერმკრთალი კასტი იყო, აი დასამახსოვრებელი საერთოდ არ ყოფილა. იქნება შეიძლება ეგეც იყო გათვლა პრინციპში. ხო, რომ აი ალბათ ყურადღება რო არ გადასულიყო ტანსაცმლისგან, მაგრამ მაინც აი ალბათ მეც ვიტყოდი, რომ ამ სეზონზე ყველაზე სუდი კასტია ესე დიდი ბრენდებიდან ყავდა Dior-ს. რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია იმაზეც, რომ აი სოციუმში და სოციალურ ქსელებშიც ძალიან ისეთი კრიტიკა მოყვა. თუმცა მოკლედ როგორც გვანცამ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ხო ჩემი ფავორიტი დებიუტი არ იყო Dior ჯონათან ანდერსონის თვითონ პერსონა ძალიან მომწონს. საინტერესო ბიჭია. და მას აქვს იმხელა ინტელექტუალური და ასე ვთქვათ, ხელოვნების კუთხითაც ისეთ საინტერესოდ უყურებს მოდას, რომ შესაძლოა ძალიან საინტერესოდ განავითაროს Dior-ი. ზოგადად უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ბიზნესი, აი ხშირ შემთხვევაში შეიძლება დიზაინერი ძალიან კარგი იყოს, მაგრამ კონკრეტულ ბრენდს ვერ ეწყობოდეს. ესეც შეიძლება მოხდეს. მე მაგალითად ამ Dior-ის და ჯონათანის ამბავს უყურებ აი 50-50-ზე. ალბათ შემდეგი ჩვენებებიდან უფრო გამოიკვეთება კონტურები და მე კიდევ უფრო ადვილი იქნება პროგნოზის გაკეთება, მაგრამ აბსოლუტურად დასაშვებია, რომ იყოს ძალიან კარგი დიზაინერი, აი გადასარევი დიზაინერი, მაგრამ ვერ მოერგო კონკრეტულ ბრენდს. ხა ჯონათანიც მოდის როგორი ლუევე და ხო ლუევეც ნიშნული ბრენდი იყო, როგორც ვთქვი, შესაბამისად, ანუ ლუევე აქეთაც მოირგო. გამომდინარე იქიდან, რომ ლუევე სახელი არ იყო ისეთი. რაღაცა ბრენდი თვითონ შექმნა იდენტობა. შექმნა ბრენდის იდენტობა და დღეს ხა ლუევე ჩვენთვის წარმოუდგენელია, ანუ წარმოგვიდგება თვალში წინ აი ჯონათანის ხედვა. Dior-ზე უკვე არსებობს. კი, აი ეგ არის დაახლოებით იცი როგორი რაღაცა ახალ სამსახურში რომ მიდიხარ და რომ შეგიძლია რომ შენი რაღაც სტანდარტები დაანერგო, მაგრამ რომ მიდიხარ ისეთ სამსახურში, სადაც შენამდე მუშაობდა, მოკლედ აი თავისათვის პროფესიონალი და შესაბამისად შეფასების კრიტერიუმები სხვანაირი არის. ლუევე რომელიც არ იყო არანაირი იდენტობის მატარებელი და პრინციპში შეეძლო ჯონათანს, რომ ძალიან თავისუფლად ემოქმედა და მისი იდენტობა შეექმნა, იმიტომ არავინ არ ეტყოდა, რომ იცი აი იმ დიზაინერის დროს ესეთი იყო ეს ბრენდი და ხა შენ რა გააკეთე. ხა ლუევისაც ქონდა თავისი ისტორია, საზოგადოების ახსნაზია. საზოგადოების Dior-ს აქვს ეს ისტორია აქვს, იდენტობა აქვს და ასე შემდეგ და შესაბამისად ძალიან კარგი შევა გააკეთოს რაღაც, მაგრამ ის იყოს შეუთავსებელი იმ ბრენდის კოდთან და ასევე უნდა ითქვას ის, რომ Gucci-ის მსგავსათაც Dior-ის მყიდველიც ცოტა განსხვავებულია, ეს არ არის მაინც და მაინც ჯენზი. და გადავიდეთ თავი დებიუტზე. ეს იყო Chanel. მეთიუ ბლაზი, ეს არის ბელგიელი ფრანგი დიზაინერია, საფრანგეთში პარიზში დაბადებული, გაზრდილი, რომელიც იდეაში ინდუსტრიის ესე შიდა ინდუსტრიაში ყველა მიცის. არა თუ ყველა მიცის, ფაქტობრივად აი ოქროს ბიჭს ეძახდნენ მოდის ბიზნესში და celebrity დიზაინერი არ არის რა, დიზაინერი არ არის, მაგრამ შიგნით ყველა მიცოდა გამომდინარე იქიდან, რომ მის პორტფოლიოს რო გადაავალოთ თვალი, მარჯელადან დაწყებული, სელინი, კელვინ კლაინი, ყველგან ხა ბოლოს უნდა ითქვას, რომ იყო ბოტეგა ვენეტაში, უკვე კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე და ბოტეგა ვენეტა მისი ხელმძღვანელობით იყო ერთადერთი ბრენდი კერინგის პორტფოლიოში, რომელიც პანდემიის შემდეგ გაიზარდა. ანუ პანდემიის მიმდინარეობისას, როცა ყველა ბრენდის გაყიდვები დაეცა, ბოტეგას გაყიდვები გაიზარდა. ეს ხდებოდა დენიელის არა, მეთიუს დენიელი არის ბოტეგა ვენეტა სანამ წინა დიზაინერი, რომელიც ახლა ბარბერის კრეატიული დირექტორია. მოკლედ, მეთიუ ბლაზი არის ფრანგი, ბელგიელი, დაინიშნა Chanel-ის კრეატიულ დირექტორად 2024 წელს. საინტერესო ფაქტს ვიტყვი მეთიუზე. მეთიუ, ესეც ოღონდ fashion holic-ერმა გავიგეთ ბექა გვიშიანის style.com-ის პლატფორმიდან. მეთიუ აღმოჩნდა, რომ ძალიან დაინტერესებული არქეოლოგით და ადრეულ 2000-იანებში ის იყო ჩამოსული საქართველოში, დმანისში და მუშაობდა არქეოლოგიურ ობიექტზე და ბექამ ამ style.com-მა თვითონ დაწერა, თავად მითხრაო ეს მეო, როდესაც ვესაუბრებოდიო და მოკლედ საქართველოსთანაც კავშირი აქვს. მე კიდე კონსპირაციული თეორიები წამოვიდა, ამაზე ვისაუბრებთ, იმიტომ ძალიან სახალისო არის, მაგრამ ჯერ მოდი რაც საინტერესო, რაც რეალურია იმაზე. ზოგადად უნდა ითქვას ის, რომ Chanel-ის დიზაინერობა არის, აი ხშირად ამბობენ, რომ ეს არის მოდაში ყველაზე დიდი თანამდებობა, ასე ვთქვათ, ყველაზე სასურველი საოცნებო თანამდებობა ყველა დიზაინერის. ისეთი თამასა დატოვა ბატონმა კალმა.
და უნდა ითქვას ისიც, რომ ფაქტ მეთიუ არის მეოთხე დიზაინერი, რომელიც შანელს ჩაუდგა სათავეში. ნუ პირველი იყო, რა თქმა უნდა, კოკო, შემდეგ იყო კარლი. კარლის გარდაცვალების შემდეგ ბრენდმა თავი შეიკავა ესე რადიკალური ცვლილებისგან და შესაბამისად კარლის ასისტენტი, რომელიც 35 წელი გაატარა კარლის გვერდით, ვირჯინი ვიარი დააწინაურეს და 5 სული წლის დაყურებდა ხოლმე კოლექტივის კოლექტივების შექმნისას. შედარებით რომ სუბუქი გადასვლა ყოფილიყო ნაკლებ მტკივნეული, მაგრამ ბუნებრივია რომ აი ამ ეკონომიკურმა წნეხმა და ასე შემდეგ თავისიც ქნა და საბოლოოდ ჩანელმა აირჩია ახალი დიზაინერი, რომელიც იყო მეთიუ ბლაზი და უნდა ითქვას ისიც, რომ აი ძალიან ბევრი ჯორი ვრცელდებოდა. ფაქტობრივად რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა დიზაინერზე მარკ ჯეიკობსთან დაწყებული, სიმონ ჟაკუმუსი დამთავრებული, ყველაზე იყო ჯორი, რომ აი ეს ხდება, იმიტომ რომ შერჩევები მიდიოდა თვეები. შანელი ვერ ხო, 8 ადამიანი აიყვანაო, ესეთი ხმები იყო, რომელიც დარწმუნებული ვარ თავად გაავრცელა, ანუ 8 ადამიანი აიყვანაო, რომ აი ეს ვერტჰეიმერებთან, რომლებიც ფლობენ, ძმები ფლობენ შანელს, გასაუბრებისთვის მოემზადებინათ სიმონი, მაგრამ საბოლოოდ და სიმონიც ფრანგია და დარწმუნებული ვარ, მას მართლა ჰქონდა ეს ამბიცია, რომ ყოფილიყო შანელის კრეატიული დირექტორი. მაგრამ შანელი და სიმონი ხო არ გამოვიდა საბოლოოდ შანელმა არჩია მეთიუ ბლაზი. ხა უნდა ითქვას ისიც რომ მეთიუ ბლაზი ჩემთვის თავიდან როდესაც გავიგე სიახლე იყო იდეალური კანდიდატი. და სხვა შორის აღარ მახსოვს ნიუ-იორკ ტაიმს ქონდა მეთიუს დებიუტის შემდეგ ესეთი სტატია რომ ეს არ არის ის შანელი შანელი აღარ არის ჰედლაინი იყო ესეთი თუმცა შანელისთვის დარწმუნებული ვარ კი და ესე არის რომ აუცილებელი იქნებოდა რომ დიზაინერს შეენარჩუნებინა ძალიან მკაცრად ის კოდი რაც აქვს ამ მოდისახს იმიტომ რომ ამ მოდისახს აქვს ყველაზე ძლიერი მემკვიდრეობა ხო ძლიერი მემკვიდრეობა. გარდა ამისა უნდა ითქვას ისიც, რომ შანელი იმდენად დიდი გლობალური ბრენდია, ისინი ვერ გარისკავდნენ სკანდალური დიზაინერის აყვანას, ვერ გარისკავდნენ ისე დიზაინერის აყვანას, რომელიც თქვათ რაღაც ისეც გააკეთებს ან იტყვის, რაც შემდეგ პრობლემური გახდება მით უმეტეს დღევანდელ სოციალური ქსელების ერაში. ჩუმი მუშა ბიჭი არის ეს ჩვენი მეტი. კი, აი ესეთი რა, რეპუტაციულად თან ინდუსტრიაში უყვართ ამასაც ხუთასანი, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობაა, კარგად უნდა საუბრობდე ინდუსტრიაში, უნდა უყვარდე. დახვეწილი უნდა იყო, კარგად უნდა გეცვას, ანუ კარგად ჩაცმაში მე არ გულს მაინც და მაინც ისეთ სტილს, მაგრამ უნდა კონდეს ხედვა თუმცა არა რევოლუციური არ უნდა როგორც თქვა ჩვენ გვჭირდება რევოლუცია, ჩვენ გვჭირდება ევოლუცია. მოკლედ ბრუნო პავლოვსკი ესე განაცხადა, რომელიც არის შანელის პრეზიდენტი. მე ხა მინდა რომ შევეხო ერთ სახალისო ამბავს, ეს ყველაფერი პროფესიონალურად გავიგეთ, მაგრამ მოკლედ საქართველოს არის ქართულ მედიაში, მე მგონი ცოტა ჩვენი ბრალიც არის ეგ. მოკლედ შანელის ჩვენება გახსნა ადიცამ გვარი შემოხსენა. ადიცა ბერზენი, ნუ ბერზენია და გადაკეთებული ბერზენია. მოკლედ ადიცა არის მოდელი, რომელიც ეს celebrity მოდელი არ არის და არ არის ძალიან ცნობილი მოდელი, არის ამბობს, მოკლედ ოკუპირებული აფხაზეთიდან არის, თუმცა საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს და ამბობს, რომ ის არის დამოუკიდებელი ქვეყნიდან აფხაზეთიდან და მისთვის საქართველოს, ნუ საკმაოდ ისე მოკლედ მტრულად არის განწყობილი რა, მოდი ესე პირდაპირ თქვა. და გახსნა ადიცამ. ჩვენ დავწერეთ კიდევაც, რომ ადიცამ გახსნა და უბრალოდ ჩვენ შევახსენეთ ადამიანებს ზოგადად რა ისე არასწორ წარმოდგენა აქვს ვინ არის ეს გოგო იმ ასე ვთქვათ ჩვენი ქვეყნის კუთვნილი ტერიტორიის მიმართ როგორი არასწორი წარმოდგენა აქვს ამ კონკრეტულ ადამიანს მე რაღაც მოყვა კონსპირაციები ძალიან ბევრმა გადააშიარა და მოკლედ არ ვიცი საიდან დაკავშირდა ეს ყველაფერი ერთმანეთთან, მაგრამ ჩამოყალიბდა ესეთი თეორია, რომ მეთიუმ იქიდან გამომდინარე, რომ იცოდა, რომ გუჩი იყო ერთ-ერთი მთავარი დებიუტი მიმდინარე სეზონზე და იცოდა, რომ დემნა არის ერთ-ერთი ინდუსტრიის და ხალხის რჩეული celebrity დიზაინერი და მოკლედ ყველა ვარიანტში იქნებოდა ყურადღების ცენტრში, გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად დაერტყა დემნასთვის და ამიტომ გახსნევინა ადიცას აფხაზეთის ფაქტორი დაუკავშირეს ერთმანეთს, რაც პირდაპირ გეუბნებით, რა თქმა უნდა, იქ არ უმჯდარ ვარ და არ მინახავს როგორ იგეგმებოდა კასტი, თუმცა შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ მეთიუს მართლა თავისი გაჭირვება ჰქონდა. პლიკები ასევე იყო წამოვიდა ამას, რომ ეს გოგო აი 10000 გამომწერი ყავს, არავინ არ იცის და რატომ გაახსნევინეს. ზოგადად ძალიან ბევრ ბრენდს თუ ორი სტრატეგია, ან აკყავს სუპერმოდელები, ან აკყავს ნაკლებად ცნობილი. მით უმეტეს როდესაც იწყებ და პირველი ჩვენება გაქვს, გინდა ისეთი მოდელი გამოიყვანო, რომელიც არ ერთი რო კოლექცია წამოდა, არ ასოცირდება სხვა ბრენდებთან. ასევე უნდა ითქვას, რომ ეგ იმას არ მოკლედ უნდა გავუმიჯნოთ რა, რომ შესაძლოა იყოს ძალიან დიდი ბრენდი, თუმცა მას არ ჰქონდეს ეგ სტრატეგია, რომ ყავდეს მაგალითად დიორი. სუპერ ხო, მაგალითად დიორი, ნუ ეხა შანელიც როგორი გადაწყვეტილებაც მიიღო მეთიუ. შეიძლება იყოს ძალიან პატარა ბრენდი, ანუ შედარებით იმ დიდ ბრენდებთან შედარებით ან პატარა სკაპარელი, რომელსაც აქვს ეგ კურსი, რომ გამოყავს celebrity-ები. და არ ნიშნავს იმას, რომ შენ თუ ხარ დიდი ბრენდი, მაინც უნდა გამოიყვანო
სულ უნდა ყავდეს ქაშჩი ჯიჯი და ბელა და ასე აი, ხშირ შემდეგ. შემთხვევაში რო ვამბობ ხოლმე უყვირთ, რომ აი ხშირ შემთხვევაში სკიაპარელის ჩვენებაზე მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე დიორის ჩვენებაზე, იმიტომ რომ დიორს აქვს ეგ სტრატეგია ზოგადად კასტინგ დირექტორებისთვის მიცემული, რომ აი 40 მოდელი არის, მაგრამ არ უნდა იყოს ცნობილი ძალიან. ანუ მოდელზე არ უნდა ილაპარაკოს, შესაბამისად ნაკლებად ცნობილ მოდელებს ნადიც არჩევენ, ამოდი ესე ვთქვათ, არავინ არ იცის. ექსკლუზივი იყო ხო, ადიცა მსოფლიო შანელის. ექსკლუზივი იყო. გახსნა უნდა და მე არ არის გასაკვირი რომ მეთიუს უნდა და რომ გაიხსნა ისეთ ადამიანს, ისეთ მოდელს, რომელიც სხვა ჩვენებასთან არ ასოცირდება და ეს არის ძალიან გონივრული და სწორი გათვლა და ნამდვილად არ იჯდებოდა მეთიუ, არ წაიკითხავდა საქართველოს ისტორიას და ასე შემდეგ და არ დააკავშირებდა ამას დემნა და მეთიუ ორივე მოდიან ბელგიური სკოლიდან. ბელგიური სკოლა ნიშნავს იმას, რომ ორივეს განათლება მოდაში მიღებული აქვს ბელგიაში. გარდა ამისა, დემნას ბოლო ჩვენების შემდეგ, როდესაც 2000 ეხა მიმდინარე წლის 9 ივლისს დატოვა დემნა ბალენსიაგა, მეთიუ იყო ერთ-ერთი და მე მგონი ერთადერთი ცნობილი დიზაინერი, რომელმაც ინსტაგრამის სტორში ჯერ დადო დემნას პირველი ჩვენების პირველი ლუკი, ელაიზა დუგლასის ნაცრისფერი ლუკი და შემდეგ უკვე ბოლო ლუკი და მიულოცა და პირდაპირ დაწერა, რომ ბრავო. ეს ხშირი არ არის, ანუ მეთიუს და დემნას აქვს მეთიუ და დემნა ერთმანეთის მიმართ არიან კარგად განწყობილები, ხო? ანუ საჯაროდ ესე არ გამოხატავენ ხოლმე დიზაინერები მსგავსი დონის დიზაინერები და შესაბამისად ეხა გარდა იმ ყველაფრისა, რომ ეს მოდის სისტემა როგორც არის მოწყობილი, რომ ესე დიზაინერები არ შეხედან და ბიოგრაფიებს არ კითხულობენ მოდელების, ანუ ამის დრო არავის არ აქვს. არა თუ ბიოგრაფია გაჭირობა ქონდა მეთიუს არც კი თავადაც არ არჩევენ. აი ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეხა ზოგჯერ დიზაინერს არც უნახავს ფიტინგამდე ის მოდელი. კასტინგ დირექტორი აკეთებს ამ ყველაფერს. ხა 90-იან წლებში სხვანაირად იყო მოდა მოწყობილი და ის ნაომი კემბელის და ჯანი ვერსაჩის ისტორიებს რო კითხულობთ ის ვერსაჩეს ქონდა სხვანაირი მიდგომა საერთოდ მოდელებს. დღევანდელი დიზაინერები მოდელებთან ანუ არ არის ეს მოწყობილი. მე მგონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტნაკლებად კიდე ამოვწურეთ თავი. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც მოხდა ძალიან. ბევრი, ხო, ერთ ვიდეოში ბევრი ჩვენების შეფასება შეიძლება, მაგრამ მე მგონი ამ ვიდეოსთვის საკმარისად და მე შეიძლება მე მაინც ვფიქრობ, რომ შანელი იყო ტოპ დებიუტი ამ სეზონზე, ჩემთვის. მე მაინც გუჩის ვიტყვი. ხო, შანელი კარგ ხელშია, მეგობრებო, შემიძლია თავდაჯერებით გითხრათ. და ძალიან მიხარია ასევე დემნამ რომ ის გააკეთა რაც გააკეთა. იმიტომ რომ მეშინოდა რომ არ გააკეთებდა. მოდი გადავიდეთ ჩვენი ქვეყნის სიამაყეს მატილდა გვარლიანზე, სხვათა შორის გამოვიდა ვიქტორია სეკრეტის შოუზე უკვე მეორედ, ორი ლუკით გამოვიდა, იყო ძირითად ნაწილში და რაც არის ძალიან დიდი წარმატება და ნუ აღარ ჩამოვთვლი იმ მოდის ჩვენებებს და იმ დიდ სახლებს, რომლების ჩვენებებზეც გამოჩნდა მატილდა და მოკეთ მე მგონი ამაზე საუბარი რომ მატილდა არის პრინციპში პირველი ქართველი ტოპ მოდელი ყავს მატილდას სახით და არის პირველი ქართველი ასევე მაღალანაზღაურებადი მოდელის, ანუ ასე შემდეგ არის 50 ტოპ 50 მოდელში, models.com-ის რეიტინგის მიხედვით და ასე შემდეგ და აღარ დაუწვრილმანდებით რომ ამხელა მის მიღწევებზე აღარ ვისაუბრებ. ყველამ ვიცით მოდი ახლა აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ აი ბევრს აკითხები, როგორ ხდება, იმიტომ რომ ცოტა არასწორი წარმოდგენები არსებობს რა. ჩვენ ხშირად ვწერთ ხოლმე როდესაც პოსტებს ვწერთ მატილდას წარმატებაზე, ჩვენ აუცილებლად იქ ნიშნავთ სააგენტოებს, რომელიც აგენტოები წარადგენენ ამ მოდელს. გამომდინარე იქიდან, რომ მოდელის კარიერაში ძალიან დიდ როლს ასრულებს სამოდელო სააგენტო და აგენტი. ფაქტ მენეჯერები, ვინც ამ ყველაფერს შემდეგ ბრენდს და მოდელს აკავშირებენ ერთმანეთთან. ზოგადად უნდა ითქვას ის, რომ ბრენდები, აი ესეთი მაღალი ვიქტორია სეკრეტი იქნება, დიორი, შანელი, საჯარო კასტინგებს არ ატარებენ. ანუ ეს არ ხდება ისე, რომ გამოცხადდა საჯარო კასტინგი, შევიკრიბეთ ყველანი, ახლა მივიდა ნებისმიერი, ვისაც უნდა და ვინც ყველაზე ლამაზი აირჩა. ასე არ ხდება. ხდება ანუ პროცესი, აი ძალიან მოკლედ რო აღწეროთ, პროცესი არის ისე, რომ სამოდელო სააგენტოები, აი ეს პრესტიჟული, რეპუტაციული სამოდელო სააგენტოებს და კასტინგ სააგენტოებს შორის არის კომუნიკაცია, კასტინგ სააგენტო იბარებს შერჩეულ სამოდელო სააგენტოებიდან პორტფოლიოების საფუძველზე, ანუ აუცილებელია მნიშვნელოვანია მოდელს ჰქონდეს პორტფოლიო ოფიციალური. ამ პორტფოლიოს შედგენაში გეხმარება სამოდელო სააგენტო ნინო ცქიტიშვილის ლუკ მოდელსი არის საქართველოში. შეიძლება ითქვას კი არა, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ პირველი სააგენტოა და ჩვენც ხშირად როდესაც წერენ, რომ აი თქვათ თუ გვირჩევთ სააგენტოს მინდა მოდელის თვილი უნდა ზოგს ასე შემდეგ. ყოველთვის მაინც ვეუბნებით ნინო ისიც უნდა ვთქვათ ზოგადად, საქართველოში რა თქმა უნდა ჩვენი აზრია ეს და ესეც არის ინდუსტრიულად რომ პირველი არის, ნომერ პირველი არის ნინო ცქიტიშვილის სააგენტო, თუმცა ეს იმას არნიშნავს, რომ სხვა ესეთი რეპუტაციული სააგენტოები არ არსებობენ. იმიტომ რომ და გაუმიჯნოთ, თქვათ კიდე რაღაც არ ვიცი, გაურკვეველი დანიშნულების სააგენტოები, რომლის მაგალითად დახვეცილობს ატარებენ ხო და ანუ როგორ იაროს სწორად და ასე ანუ ეს არის სქემი არის ჩვეულებრივად რა. ძალიან ბევრი სქემი არის, გამომდინარე. აი სხვათა შორის აი ეს სააგენტოები აკეთებენ იცით რას რომ მიყავთ და უდიდეს ფულს ართმევენ ამაში ამ ახალგაზრდა გოგოებს
დროსაც აკარგვინება, იმიტომ ზოგს მართლა ისეთი მონაცემები აქვს, რომ სწორ სააგენტოსთან რომ მოხვდეს, მართლა წინ წავა. ანუ უფორმებენ რაღაც 3-4 წლიან რაღაც კონტრაქტს, ეს ძალიან დიდი დროა მოდელისთვის. მოდელისთვის. მიყავთ რაღაც უაზრო ჩვენებაზე, აი შეიძლება რაღაცა სააგენტოს მფლობელის დაქალი რომ მართავს პარიზში რა, ანუ ისეთ რაღაც ჩვენებაზე და ამაში ფულსაც ხო არ თმევენ. ამ გოგოებს გონიათ, რომ რაღაცა პარიზის მოდის კვირეულზე გაიარეს. მოკეთ სრული, რა თქმა უნდა, მათი კარიერა ასე ვერსად ვერ წავა. მატილდას რო დაუბრუნდეთ, ზოგადად უნდა ითქვას ის, რომ 2014-2015 წლებიდან აქტიურად ვესწრებით საქართველოში მოდის კვირეულებს და მატილდა გუშინ ნამდვილად მატილდას გუშინ არ დაუწყია მოდელობა ძალიან პატარა იყო. მატილდას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, უკვე წლები ამ სფეროშია და მე როგორც ვიცი დეტალურად მისი კარიერა თავი მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მატილდა, ახალგაზრდა მოდელი არის, უბრალოდ როცა ვამბობთ, რომ წლებია ამ სფეროშია, გულისხმობთ იმას, რომ მან ძალიან ადრეული ასაკიდან დაიწყო სამოდელო კარიერა. საკმაოდ მდიდარი პორტფოლიო, აი აქამდე მივიდოდა, აქტიურად დაიწყო, მუშაობდა როგორც ვიცი აზიაშიც, გადაღებები ჰქონდა, ევროპაშიც გადაღებები, მდიდარი პორტფოლიო აქვს, ამაში რა თქმა უნდა მას დაეხმარა ლუკ მოდელსი და ნინო ცკიტიშვილის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, გამომდინარე, რომ გააქვს მდიდარი პორტფოლიო და შემდეგ უკვე შენი სააგენტო წარგადგენს საერთაშორისო სააგენტოს, ან ხა მატილდამ მაგალითად ნინო ცკიტიშვილმა წარადგინა Next Models-თან, Next Models-მა გაუფორმა კონტრაქტი. ხა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველას არ უფორმებენ კონტრაქტს, ხა მატილდა გამორჩეული იყო, გამომდინარე აქედან ის მოხვდა ძალიან განსხვავებული გარეგნობა აქვს მატილდას, ძალიან თავდაჯერებულობა აქვს და აქვს ყველა ის თვისება, ანუ გარეგნობაც ხარიზმა აქვს, დასამახსოვრებელია და პლუს ის არის, რომ ძალიან კარგად იცვლის ხასიათს ჩვენების მიხედვით და კოლექციის მიხედვით, იმიტომ შეიძლება ერთ ჩვენებაზე ვიხილოთ ძალიან ფემინური მატილდა, მეორე ჩვენებაზე საკმაოდ ანდროგენული და აი რაღაცნაირად ეს ამანაც ძალიან განაპირობა ხშირ შემთხვევაში, როცა ამბობენ, რომ აი რატომ თქვათ, ძალიან კარგად ერგება ბევრ დიზაინერს, რაც უფრო მეტ სტილს ირგებ და რაც უფრო მეტ სტილში ხარ კარგად პრეზენტაბელური, მით უფრო წარმატებული მოდელი ხარ. იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი კიდევ ერთხელ ვამბობ იმაზე, რომ აი ვინ უფრო ლამაზია, დიზაინერებს ეგ არ აინტერესებს ჩვენ ვინ უფრო ლამ დიზაინერს აინტერესებს მისი ლუკი წარადგინო ისე როგორც მის ხედვაშია ის და თუ შენ შეგიძლია რომ მოირგო ეს კონკრეტული რა თქმა უნდა პარამეტრებს აქვს მნიშვნელობა ეხლა ეგ არის საბაზისო ეხლა როგორც თქვა სმენა თუ არ გამოსიკოსი ვერ გახდები პარამეტრები ჩვენ შეგვიძლია ისიც თქვა რომ მატილდა არის ძალიან შრომის მოყვარე და აი მინდა განსავსაუბროთ იმაზე რომ სანამ გახდებოდა მატილდა ამას დარწმუნებული ვარ ბევრ ჩვენებაზეც უარი უთხრეს იმიტომ რომ ეს არის სამოდელო პროფესიის უნდა იცოდეთ როცა ხედავთ რომ რომელიღაც მოდელი გამოდის 15 ჩვენებაზე ეს არ ნიშნავს რომ მარტო 15-ზე მივიდა და 15-ვეზე აიყვარეს ხშირ შემთხვევაში დადიან 40 კასტინგზე და იყვან 10. და ძალიან ბევრი ადამიანი ამ პროცესში ნებდება, იმიტომ რომ პლუს ძალიან რთული არის, ოდესაც მიდიხარ, რაღაც იცი, თითქოს გაქვს თავდაჯერება და უცებ გეუბნებიან, რომ იცი რა, აი რაღაცა ცოტაზე მეტი წონა გაქვს, ან ის გოგო უფრო რაღაცა თითქოს მაღალი და ის მოკლედ ძალიან ტოქსიკურიც არის, ძალიან თვითშეფასებასაც ურტყავს, რა თქმა უნდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს გოგოები ამ კასტინგებზე დადიან საკმაოდ ისეთ ასაკში, თინეიჯერობის ასაკში, როდესაც ისედაც ძალიან ბევრი რაღაც კომპლექსები შეიძლება გქონდეს. ხო, ხა ჩემ და გასაკვირად მე მქონია ინტერვიუები ქართულ მოდელებთანაც, საერთაშორისო მოდელებთანაც და აი მართლაც რომ აი რო ვერ წარმოიდგენა ისეთი ლამაზი გოგოები, გამორჩეული გარეგნობის გოგოებს, აქვთ კომპლექსები აკიდებული ამ ინდუსტრიიდან და ეს არის აი ძალიან რთული მენტალურად გადასალახად, იმიტომ რომ მიდიხარ როგორც არაფერია, ესე გეუბნებია რომ აი ეს არ გივარგე და შემდეგ ეს შენ ხარ 16 წლის, 17 წლის და უკვე მართლა იჯერებ რომ ეს მენტალურად ძლიერი უნდა იყო რომ აი ამას უარს გავუძლო. პლუს ის არის რომ რაღაც ქუჩაში რომ დადიხარ და ყველა რო გიყურებს, იქ ყველა შენაირია, იქ ყველა ლამაზი არის, ანუ ეგეც არის და ხანდახან აი ეს წარმოდგენები უცრუდებას და ეს იწევს შენ თუ შენს უბანში ხარ გამორჩეული. მე ვიცი ძალიან ბევრი მოდელის ისეთი ისტორია, რომელსაც საერთოდ შეიძულა ეს პროფესია და საერთოდ გახედვა აღარ უნდოდა და მატილდას აი მყარი ფსიქიკაც რო აქვს, მანდაც ჩანს ძალიან კარგად, რომ რაღაცა ძალიან მიზან დასახულად წავიდა თავისი. სხვა შორის აი ვიქტორია სეკრეტზე პირველად რო დამტკიცს და მაშინ თქვა ინტერვიუში, რომ ჩემი ოცნება არ ყოფილა, ჩემი მიზანი იყო. და ეს ამნიშნულოვანია რა, ანუ მიზან მიმართულა, მიზან დასახული ადამიანია. აქვს გარეგნობაც, აქვს სხვა თვისებებში იგულისხმება ის, რომ არის მიზან დასახული, არის მშრომელი, სწორად უდგება ყველაფერს და ასევე ისიც კორპორატიული მოთამაშე მქონია. ხო, კარგი კორპორატიული მოთამაშე იქნება აუცილებლად. ამის გარშე წარმოუდგენელია. იმიტომ რომ ეხლა თუნდაც აი ხა მახსენდება ჟიზელ ბუნჩენის სიტყვები, ანუ ერთ-ერთ ინტერვიუში კითხეს, რომ 15 წელი იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელი და კითხვა დაუსვეს, რომ რატო ხარ საუკეთესო, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი ხარ და
არა, საერთოდაც არა. უბრალოდ ადამიანებს მასთან მუშაობა მოსწონთ. უნდა იყო კომუნიკაციაში კარგად ადვილად შესვლა უნდა შეგეძლოს, მეგობრული უნდა იყოს და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერს ძალიან დიდი ლაღი და მნიშვნელობა აქვს. ასე ლაღი შემდეგ. უნდა იყოს. ადამიანებს უნდა უნდოდეთ შენთან მუშაობა. და ხო მატილდა დაწუნებული ვარ რომ კიდე წინ წავა. პრინციპში რა აკლია ხა რა აკლია. მთავარი გამოცემების ოთხეულის. ყდები. თუმცა პირველი მოდელი ასევე რომელიც ვოგის ყდაზე იყო უბრალოდ საქართველოდან. ჩვენ ხო საქართველოდან კი და რომელიც ქართველად ქართველად წარადგენს თავს, იმიტომ რომ აიდენტიფიცირებს თავს. ასევე ქრისტნე ცირეკიძე იყო ხო, ხშირად ტოპ მოდელი. რატო არ წერდა ქრისტნე ცირეკიძე არ არის ხო რუსად აიდენტიფიცირდა. ის იყო ნამდვილად 2000-იანების ტოპ მოდელი იყო, ძალიან მაგარი გოგო იყო, მაგრამ არა არის უბრალოდ აღარ არის აქტიური მოდელი. უბრალოდ ის თავს რუსად წარადგენდა. შესაბამისად ის ქართველთან, ანუ საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, მხოლოდ გვარი აქვს ქართული. და მატილდა არის პირველი ქართველი მოდელი ვოგის ყდაზე, რომელიც საკუთარ თავს წარადგენს ქართულ მოდელად და თან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ კარგი დიდი ოთხეულის და იმედია ფრანგული ვოგის ყდა იქნება ძალიან დიდი ოთხეულის ვთქვათ, რომელი არის იტალიური, ფრანგული, ბრიტანული და ამერიკული. და თან ისიც უნდა ვთქვათ, როცა ვამბობთ, რომ მატილდა არის ადამიანი მოდელი, რომელიც ქართულად წარადგენს თავს, ნუ ის ძალიან კარგად ვიცით, რომ აქვს ძალიან ისეთი კარგი სამოქალაქო თვითშეგნება და ასე შემდეგ. მე მგონი მატილდაზე ცოტა რო ახლა დავიწყოთ ლაპარაკი ძალიან შორს წავალთ და ბევრია სალაპარაკო და მე მგონი თუ გავაგზავნებთ შემდეგ შეგვიძლია. ხო მე მგონი ბოლოსკენ წავიდეთ. ვიქტორია ვიქტორია სეკრეტზე პრინციპში რა ვიცი რა შეგვიძლია ვთქვათ ვიქტორია საინტერესო ეს არის რომ 2000-იანების ნოსტალგია უჩნდება ყველას ვიქტორიას სეკრეტთან დაკავშირებით. იმიტომ რაღაცნაირად 2000-იანების ის არის ერთი აი როგორც მაგალითად რაღაცა ბრიტნი გვახსოვს ხო მუსიკაში რაღაც ის ეპოქა და იმ ეპოქის ასოციაციას რო იწვევს აი რაღაც სამოდელო სფეროში და მოდელების ნუ ზოგადად ვიქტორიას სეკრეტი იყო პირველი fashion show, რომელიც გადაიცა ლაივში ტელევიზიით. ჯერ კიდევ 90-იანებში და ბუნებრივია, რომ ეს იყო უკვე ის ისტორიის ნაწილია და ვერავინ ამას ვერ წაშლის. შოუზე რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ მეც მაინც მგონია, რომ გამომდინარე იქიდან რომ შარშან იყო ძალიან საშინელება. შარშან არავის არ მოგვეწონათ. შარშანდილთან შედარებით კარგი შოუ იყო და გამოხმაურებაც ამას ხატყობს, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს ის არ არის, რაც ხა წლების წინ იყო და რაც ესე ჩვენ ყველას გვიყვარდა, ჩვენი ბავშვობის ეს თქო ყველა გოგოს ოცნება იყო. მე მგონი დაამთავრა დაასრულა. არა ესეც მომავალ მომავალ წელსაც მე ხავ გააკეთებენ საინტერესო ისე რომ ვიქტორია სეკრეტშიც ვიქტორია სეკრეტშიც კი დებიუტი იყო მეგობრებო, ანუ ადამ სელმანი, ანუ კრეატიული დირექტორი იყო, პირველი ჩვენება იყო ვიქტორია სეკრეტისთვის. არ ვიცი ვიქტორია სეკრეტი ზოგადად ჩემთვის ხა სიმართლე რომ თქვა საინტერესო და აღარ არის. იმიტომ რომ ისე რა დამთავრდა ის ოქროსერა. ჩემი საყვარელი ჩვენება, ოღონდ არა მოდელების გამო, იყო 2012 წლის ჩვენება, როცა რიანა იყო პერფორმერი და რიანამ აბსოლუტურად ანუ რიანა შოუ იყო. ის რიანაზე ცალკე არის. ზოგადად ვიქტორია სეკრეტი ცალკე უნდა იყოს შოუს, მაგრამ რიანას გამოსვლა არის, აი უნდა დავსხდეთ და რიანა როგორც ფენომენი რომ ვისაუბროთ ერთი ცალკე ვიდეო მოდასთან არ არის კავშირი, მაგრამ დღესდილით ვკითხულობდი, რომ 100 მილიონს გადააჭარბა Spotify-ზე რიანას მსმენელმა და ბოლო ალბომი 2016 წელს. ხო, იმის მე საერთოდ, რა ვიცი, ორი სიმღერა ჩაწერა, ის საუნდტრეკი. არც გამოუშვია არაფერი და კიდე 100 მილიონი ადამიანი უსმენს და რიანა კიდე ცალკე ფენომენია. ბოლოს მე მინდა რომ რაღაც პატარა ის გავაკეთო, ტოპ 5 მინდა რომ დამისახელო შენი საყვარელი მოდის სახლი და დიზაინერი. ჯერ მოდის სახლით დავიწყოთ. ჩემი საყვარელი მოდის სახლი არის Yves Saint Laurent. ანუ ხა როცა ვამბობ რომ საყვარელი მოდის სახლი, ჩემ სტილთან და გემოვნებასთან რომელი არის უფრო ახლოს. ხა მე თქვა სიტყვაზე ძალიან მიყვარს Yohji Yamamoto და ვთვლი რომ გენიალური დიზაინერია და არა მარტო გენიალური დიზაინერი, ადამიანიც გენიალურია. პიროვნება ფაქტობრივად იაპონელია მოდი. იაპონელი ხელოვანია. ამით ითქვა უკვე ყველაფერი, ხო? მაგრამ ჩემ სტილთან არ არის ახლოს, მე ვერ ვიცვამ Yamamoto-ს და არ არის ჩემ სტილთან. ხა ჩემ სტილთან ყველაზე ახლოს მაინც არის Yves Saint Laurent-ის ბრენდი. ნუ დიზაინერის რა თქმა უნდა Saint Laurent არის ჩემს ტოპ 5-ში. Karl Lagerfeld არის ჩემი საყვარელი დიზაინერი, Azadine Alaia არის ჩემი საყვარელი დიზაინერი, Tom Ford და Lee McQueen. ეს არის ჩემი წმინდა ხუთეული. Saint Laurent, Lagerfeld, Alaia, Tom Ford, McQueen. ჩემი არის Margiela. მაგით უნდა დავიწყო. აი იგივე კომენტარი შეიძლება გავაკეთო. აი ეს ვამბობ მოდის სახლზე, თორე დიზაინერი ჩემი საყვარელი დიზაინერი არის McQueen. როცა მე ვფიქრობ მოდაზე, როგორც ხელოვნებაზე, მაშინ ვფიქრობ McQueen-ზე და მგონია რომ McQueen-ის დიზაინერები და ხელოვნები ზოგადად იბადებიან, არ ვიცი, 100 წლეულში ერთხელ. შეიძლება კიდევ უფრო რაღაც დიდ დროის მონაკვეთში ერთხელ და ჩემი ეს იყო გენიოსი, არ ვიცი. მართლა რაღაც ყოველ ჯერზე როცა მახსენდება, მაქვს აი ეს აღფრთოვანების შეგრძნება.
რა ასევე ძალიან მიყვარს ბრენდი მარჯიელა, იმიტომ რომ აი როგორც თქვა, ჩემ სტილთან არის ახლოს და ძალიან მიყვარს მარჯიელას სათვალეები. ასევე ჩემთვის ახლოს არის დემნას ბალენსიაგა. სხვადასხვა ხა სათვალე ვახსენეთ და ძალიან გავს ბალენსიაგას და ნუ გასაგებია რატომაც გავლენა აქვს რა თქმა უნდა დემნას. მე მიუხედავად რომ არ არის ეს ძალიან ტოპ ბრენდი, ძალიან მიყვარს დიზელი. დიზელის წარმომადგენლობა სხვა შორის საქართველოში მაგასაც შეუძლია ჩვენი სპონსორი გახდეს. ხო, დიზელი მიყვარს ძალიან. ძალიან მარტივად საინტერესო კი, დიზაინერია. უბრალოდ მარჯიელაში მე მომეწონა მისი haute couture კოლექცია და რაც ახლა ready to wear-ს მე ვერ უყურე, იმიტომ რომ ეს პირში რაღაცა ვქოთ გაკეთებული ამ მოდელებს და ძალიან მაწუხებდა რომ უყურე. საერთოდ აღარ მახსოვს ლუკები. ძალიან მიყვარს კიდე Supreme მიყვარს. კოპერნიც მომწონს. Yoji Yamamoto კიდე მე მეგობრებო ძალიან განსხვავებულები ვარ და ეს ქმნის fashion holics საინტერესოს. ხო. კიდე რამე ხო არ Mugler-ი კიდე, ხო. გალიანო გამოგვჭა. გალიანო ხო, გალიანო. გალიანო ტოპ. მაგრამ ხო მე მაქვინი მერჩენია. ხო, მეც შეხება. ეხლა ის და რაც შეხება კარლს, უნდა ვთქვა რომ კარლი როგორც პერსონაჟი ნინო ფილად. ან ჩემი ტაიპი დიზაინერი არ არის მაგის თქმა მინდა, თორე როგორც აი რა ეხლა წეგან ხო თქვი რომ როდესაც მოდაზე როგორც ხელოვნებაზე ვფიქრობ, მახსენდება მაქვინი, მაგრამ როგორც მოდაზე, როგორც ინდუსტრიაზე ვფიქრობ, მახსენდება კარლი. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, კარლის გავლენა უდიდესია. ყველა დროის ყველაზე თანამედროვე დიზაინერი, რომელმაც ყველა დეკადაში პირველმა იცოდა რა ხდებოდა და იყო ძალიან განათლებული, კითხულობდა ძალიან ბევრს და ყოველთვის ხებზე ხუთი ნაბიჯი წინ იყო. აი კარლი იყო აი რაღაც წარმოუდგენელი რა, გერმანული მანქანა, რომელიც ალბათ ეგეც საუკუნეში ერთხელ მოდელებსაც შევეხოთ და მაგით დავამთავროთ მე მგონი. ყველა დროის საუკეთესო მოდელები ალბათ ჟიზელი და ლინდა. აი ჩემთვის ეს high fashion modelზე რო ვფიქრობ, მახსენდება ჟიზელი. პრინტში მგონია რომ ლინდასნაირი ეფექტური სახე და ლინდასნაირი ფოტოგენური სახე ჩემთვის პრინტში არავის არ აქვს. მე კეით მოს, ლინდას და მე კეით მოს, მაგრამ ლინდას ტანიც მე კეით მოსი მომწონს ძალიან. ოღონდ აი ახალგაზრდა კეით მოს. ოღონდ იმიტომ კი არა რომ ეიჯიზმა და არა. უბრალოდ ის ვაიბი მომწონდა რაც ქონდა რა, თორე ხა უკვე შეშინებული ვარ ყველაფერზე არ დამაკენსელოთ რა. და კრისტი ტალინგტონი არის ჩემთვის ფავორიტი მაგ ეპოქის. ხუთეულში წავალთ კრისტი მესამე არის რა. მე მაგათ ლინდაზე მეტად კრისტი. ამ თაობაში თანამედროვე რაც შეხა ხო ანოკი. ანოკი ალბათ ყველაზე გამორჩეულია. ძალიან ხო რო გამოდის იმაზე რა. main character. ნაომი რო არ ვთქვით, მე არ მომწონს ნაომი. მე ნაომი მომწონს, მაგრამ ჩემი საყვარელი. მე ტიპაჟულად მგონია რომ ძალიან აუტანელი არის და მაგიტომაც არ მომწონს. პრინციპში მე მგონი ეგ არის. ეგ არის. Fashion holics, fashion holics, fashion holics, fashion holics, fashion holics.